მოგესალმებით მეგობრებო, ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჯანმრთელად მენახეთ, ბედნიერად გახარებული და ჩვენ სამშობლოს ბუნებრივია წარმატებებს წინსვლას და ყველაფერს კარგს უსურვებ. დღეს სტუმრად ყავს ბატონი ნუკრი შოშიაშვილი. ნუკრი, მოგესალმები, ქრისტიანსგა. ჭეშმარიტად აღსდგა, მოგესალმებით, მიულოცავ მთელ საქართველოს, ასევე ემიგრანტებს და მთელ ქრისტიანულ სამყაროს. ძალიან კარგი, დიდი მადლობა, რომ ამ ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ჩვენი სასულიერო დღესასწაულების შემდეგ, ჩავერთით ფერხულში, საინფორმაციო ფერხულში, მედია ფერხულში და მე აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მოხარული ვარ შენი ახალი პროექტით Georgian First-ის პლატფორმაზე. მე ხო ძალიან მომწონს და ფაქტობრივად ვისაც მე კავშირი მაქვს, ურთიერთობა ყველა გულშემატკივრով და ძალიან კაი ფორმატია და მოკლედ მიხარია, რომ ეს წამოწყება კარგად გააგრძელე და მაყურებლებს ვისაც გაინტერესებთ მილენიალის უკვე ახალი სახით ხილვა, Georgian First-ზე შედით, ნუკრისაც Facebook-ზე უდევს სკრინები და ასე რომ ვისაც გაინტერესებთ ბატონ ნუკრის იქ უკვე მიყევით და უყურეთ. კიდევ ერთხელ ძალიან მოხარული ვარ ამ ამბის. ნუკრი, ეხლა ჩვენ წინა პოდკასტში ისე ვახსენეთ, რომ ტრამპის წარუმატებლობა არ იქნება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, თავად ტრამპის და მისი ოჯახის და ასე ვთქვათ, თეთრი სახლის, არამედ ეს წარუმატებლობა გავრცელდება იმ პოლიტიკოსების, იმ ქვეყნების ნაწილზე, ალბათ დიდ ნაწილზე, სადაც მიჩნეულია, რომ კონსერვატორიზმი არის წამყვანი პოლიტიკური აჯენდა, უბრალოდ გერმანულად ვთქვი, ხო და აქედან გამომდინარე, შექმნილი ეს კრიზისები, რასაც ტრამპი ქმნის, ნებით თუ უნებლიეთ, ხო? ეს ზუსტად ნეგატიურ ფორმად ედება ამ ყველაფერს და აი ამ კონტექსტში მინდა მე და შენ ვისაუბროთ და პირველი რაც მინდა თქვა, ესე იგი გუშინ იყო არჩევნები უნგრეთში, მე ჩემთვის მოსალოდნელი იყო, უბრალოდ მე უფრო მცირე სხვაობით მეგონა რომ დამარცხდებოდა, მაგრამ არ დაგიმალავ და გამოგიტყდები, რომ როცა JD Vance ჩავიდა და მით უმეტეს იმ სპორტის სასახლეში ტელეფონით ჩაერთო დონალდ ტრამპი, აი მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ნამდვილად დათვური სამსახური და იქ უკვე შანსი აღარ ქონდა, იმიტომ რომ მთელი ევროპა ტრამპის წინააღმდეგ არის და ეხა პრემიერ-მინისტრს რო გასაფორთებს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც გადაუდგა ყველა ევროპული სახელმწიფო იმ დონემდე, რომ ბაზებს არ აძლევენ და საჰაერო ტრანზიტს, იქ მე მგონი გადაწყვეტილი იყო ეს ყველაფერი. აი შენ რას ფიქრობ ამ თემაზე და ზოგადად კონსერვატორიზმის კრიზისზე და მე გავუყვეთ იქ სპარსეთის ყურე ვთქვათ ტრამპის ახალი პოლიტიკა, ეხლა რო თვითონ ბლოკავს და ასე შემდეგ. ნუ მე ესე იყო, მე თვითონ ტელევიზიაშიც ვუთხარი, რომ არ გვინდა მეთქი ეს ხარდაჭერა ორბანის ზედმეტად მეთქი, იმიტომ რომ ეხლა რასაც ვაკვირდები ორბანი ესეთი ამოწურა თავის ესე ვთქვათ რესურსი, ანუ მე მეორე ანუ მაგ ანტილიბერალურ, ანუ ლიბერალ კულტურულ წინააღმდეგობის გარდა არის კიდე უამრავი სფერო, სადაც აბსოლუტურად წარუმატებელი იყო ორბანი რა. მათ შორის ეხლა ეგ ფაქტია, რომ კორუმპირებული ტიპი იყო, ფაქტია, რომ სოციალური საკითხები პრობლემური ქონდა და ასე შემდეგ. და თან ვეუბნები, რომ აი თავარი მომენტი, რაც ქართველებში არ მომწონს, ქართველებს გულისხმობ არა აი ზოგადად ერთს, არამედ აი კონკრეტულად მაგალითად აი ჩვენ ოცნების წარმომადგენლებს და არა მარტო. აი მიბაძვა სხვისი კონსერვატორობის რა და აი რაღაცა იქ მერე შეთქმულებების შექმნა, ეხლა იქ წავიკითხე რომ რაღაცა იქ ევრობიუროკრატიამ რაღაცა დიდი შეთქმულებებით დაამარცხა რომ არ ჭირდებოდა ეს. ჯერ აქედან დავიწყოთ. რუმინეთში ჩვენ სხვა ვნახე და იქ აშკარა იყო რუმინეთში ჩარევა, მაგრამ თავარი მომენტი არის ის, რომ არ ჭირდებოდათ იქ მსგავსი რაღაცა. რატომ არ ჭირდებოდათ? იმიტომ რომ ნუ ორბანმა თავისთავი ამოწურა და ის მოწინააღმდეგე ცოტა სხვა ტიპია, ეგაც წარმოვიდგინოთ, რომ არ ეხლა მისი ინტერვიუები ნახე. ისაც
განსხვავებულად არის ის ამბობს, რომ ორბანის მიღწევები უნდა შევინარჩუნოთო, მთელი რიგი საკითხებშიო. ის საუბრობს, რომ ის გაყიდული აქტივები, რაც ევროკავშირმა დაუწესა უნგრეთს, მაგას მოხსნის და ეტყობა ეს მომენტი, ეს მოთხოვნა უნგრელ საზოგადოებაში იყო. ის რომ ეკონომიკური საკითხებზე გააკეთა აქცენტი, ეს ერთი არის. დიპლომატიურად თავი არიდა LGBT საკითხებს, ანუ არც კითხვა და არც არა. რაც იმას მიანიშნებს, რომ აი ის ლიბერალი არ არის ეს ტიპი, როგორც წარმოუდგენიათ, ეს არის ეგრეთ წოდებული ზომიერი კონსერვატორი რა, რომელიც თლათ ესეთი ხისტი არ არის, მაგრამ მაინც აი იმ კონსერვატიულ ესე იგი ელემენტებს ინარჩუნებს. და ნუ გასაგებია რომ ეს პროდასავლური პროევროკავშირული არის, რა თქმა უნდა, თავისი არსით, მაგრამ ის მას განსხვავებული პოლიტიკა აქვს ეს სუვერენიტულ სახელმწიფოებზე, რუსეთთან ურთიერთობებზე, მათ შორის და პრაგმატიზმზე არის საუბარი და იგივე საქართველოსთან მიმართებაშიც ძალიან კაი განცხადება გააკეთა, რომ ის აპირებს საქართველოსთან თანამშრომლობას, მოხარული იქნება რომ თუ ჩამოვა თბილისში და გავაგრძელებთ ურთიერთობას ქართველებთანო, ჩვენი სტრატეგია არ არის სხვის შიდა საქმეებში ჩარევა. მაგრამ აი ჩვენი დისკურსი იმდენად აცდენილი იყო და აყვა რა ქართული ოცნება და სხვები ეც აყვნენ, აი ეგ მომენტი იყო. აყვნენ რომ აი ის ლიბერალების დისკურსი ხო ის იყო რა ეხლა ესენი ბრუნდებიან და რესტავრაცია ხდება რა და ამ დისკურსში აყვნენ და აი აქ აყოლაში ჩანს თავარი მინუსი რა ჩვენი რა რომ არ შეიძლება რომ ყველაფერი მაგათ იმაზე პოზიციებზე იმედროს იმიტომ რომ მაგათ დამოუკიდებლად ხდება ეს არანაირი ეს ლიბერალური ჰეგემონია არ ბრუნდება ყოველ შემთხვევაში იმ სახით რა სახითაც იყო და ეს ლიბერალების თუ რაღაცნაირად ესე იგი ეს მარგინალური ჯგუფები რაც ახლა წინ არიან წამოწეულები ისინიც მე მგონი უბრალოდ დიდი ხანი პოლიტიკაში ვერ შენარჩუნდებიან მე ამ სახით. მე მგონი რომ ხდება პერეფორმატირება პოლიტიკური სისტემის სადაც მოდის უკვე სულ სხვა ტიპის ლიდერები აი ჰეგელიანურად რო შევხედოთ რა თეზისი ანტითეზისი სინთეზი რა სინთეზი აუცილებელია. ხლა მე არა ვარ ლიბერალი იმის მიუხედავად რომ ანტიპოს ხალხი რაღაცა ბესევიან და რაღაცებს ვიწოდებენ მაგრამ არა ვარ ლიბერალი მაგრამ ეხლა ისე რომ აი მეორე ეს უკიდურეს რაღაც აი მართლა ბნელ იმაში ჩავერთო კონსერვატიულ იმაში როგორც აი მაგალითად შეერთებულ შტატებში რომ არიან ის როჯერად რაღაცა რეპტილოიდების და რაღაცების იმიტომ რომ რეპტილოიდებს ლიბერალები არ მოწონთ ამ პოზიციას არ ვიზიარებ რა. მე ჩემთვის კონსერვატიზმი ამ შემთხვევაში მინდოდა რომ ყოფილიყო არ ვიცი ესე შენარჩუნდება თუ არა წყარო რაღაცა რაციონალური პრაგმატული ზომიერი და ცოტა აი რაღაც დინჯი პოზიციების. ამის ნაცვლად რომ ხედავ რომ კონსერვატორიზმი მიეწერება იმდენი და მიეტმასმნა ისეთი ძალები რომლებიც რატომ არიან ესენი კონსერვატორები რა შუაშია ეს კონსერვატიულ თემატიკასთან რატომ არის ეს რაღაცა შიზოფრენიული მომენტი აი ტრამპის აი კონკრეტულად ტრამპის აი ეს რაღაცა ნახავდეთ თქვენს ის რაღაცა სურათი რომ პრაქტიკულად ქრისტეთო გამოსახა საკუთარი თავი რა რა ვიცი ეგ რანაირადაა კონსერვატიზმი არა რა კავშირში რომის პაუზეც მე მივიდეთ მაინტერესებს ან ხო და ან რომის პავთან ან ის გიჟი ხალი რო ყავს რაღაცა ჩემვლად რაღაცა ეს რელიგიურ სულიერ საკითხებში რა ის რანაირი კონსერვატიზმი ჩვეულებრივ ანუ სექტანტები არიან აი პირდაპირ გაგებ ყველა დომინაციისთვის ნუ პროტესტანტიზმი გასაგებია მაგრამ ყველა ესე დომინაციისთვის იქაც გონია რომ ძალიან მარგინალური ჯგუფები არიან რა ამერიკის შეერთებულ შტატების პროტესტანტულ საზოგადოებებში რა და რაღაცა ესეთი ელემენტები ვერ ჩაეწერება ეს კონსერვატიზმში რა ვერ ჩაეწერება ტრამპის ქრისტიანობის დამცველთა იმაში რა ჯგუფებში ანუ როგორც კი შენ უბრალოდ ზედაპირულ მსგავსებების გამო იმიტომ რომ ისაც ქრისტიანობაზე საუბრობთ და ჩვენს ქრისტიანობაზე საუბრობთ როგორც კი ამაზე ავაწყებთ რაღაცა იმას ეგრევე რაღაც სიგიჟეს გააკეთებს და გექნება ესე იგი ეგრეთ წოდებული გასაправებელი ისეთი რაღაცა რაც არ უნდა გაправდეს იმ გაგებით რომ რა ვიცი რანაირადაა ის ქრისტიანობა აბა ხო და ამიტომ ამბობ რომ უნდა ყოფილიყო ეს საკითხები ძალიან ესე იგი ნათელი რომ
ის რომ ვიღაცეები იბრალებენ კონსერვატორობას რა, სულ დანიშნავს რომ ისინი კონსერვატორები არიან. ორბანიც აიღო, ორბანი იყო გიჟი ლიბერალი. გიჟი ლიბერალი იყო ახალგაზრდობაში. მან ეს სოროსის ფონდებში, იმებში, აი ჩვეულებრივად ესე იყო და შემდეგ მე რაღაცა შიდა ელიტარული დაპირისპირების გამო გამოიყენა კონსერვატორობა. ანუ ნახეთ, აი ეს ძალიან კარგად ახასიათებს კონსერვატიული პოლიტიკურ დღესასრიგს რა. კონსერვატორული პოლიტიკური ლიდერები ხდებიან აი გუშინდელი ლიბერალები, რომლებიც ლიბერალურ ესე იგი ელიტებში ვერ ჩაჯდნენ. და დაიწყეს გამოყენება მაგის. ანუ ეს მომენტი რომ შინაგანად სინამდვილეში არ არიან ესენი კონსერვატორები და უბრალოდ ინსტრუმენტალიზაცია მოახდინეს კონსერვატიზმს როგორც იდეოლოგიას, ესე იგი ძალიან სერიოზულ დარტყმას აყენებს. ესე მოხდა ტრამპის შემთხვევაში, აი თქვენ დიდი ხანია ამერიკის შეერთებულ შტატებში ხართ. იქამდეც ალბათ აკვირდებოდით. ტრამპი სხვა ეპოქაში ვერანაირად ვერ იქნებოდა კონსერვატიზმის ნიშანი. ანუ ვერ 90-იანებში ვერ იქნებოდა კონსერვატიზმის ნიშანი, იქ პლეიბოი და სხვადასხვა ესეთ ელემენტებში იყო, ნუ ეპშტეინი არავინ არ იცოდა მაშინ, მაგრამ მაინც ანუ ის ვერ ცხოვრების სტილით კი რა თქმა უნდა. ცხოვრების სტილი არ არის ეს კონსერვატიული რა. ის ხა ამერიკულ ელიტას საერთოდ გახსნილი აღმოჩნდა და ეპშტეინის ფაილებში აღმოჩნდა და ეგ სხვა არის, მაგრამ ხო ისე თამაშობდნენ რომ ისინი არიან რაღაც ცოლის ღალატი ცუდი ის იყო, ტონი იყო და კარიერას ისე გინგრევდა და რაღაც ეგეთი რაღაცები ხო იყო? ტაიგერ უდის სამაგალითო ის დაჟა გახსოვს და ამ დროს რას ხალბე ყოფილა იმის უკან ყველაფერი. ხო და აი ეს მომენტი როდესაც აი თლიანად ეს მისი ბიოგრაფია ქცევა არ ეწერება რანაირად კონსერვატიულ ღირებულებებში და თან ათელია, ანუ ზედაპირზე ჩანს, რომ ეს არ არის შინაგანი ტრანსფორმაციის ნაწილი. მე მესმის, რომ ახალგაზრდა უნდა იყოს ლიბერალი, ანარქისტი, რა ვიცი. ეს ძალიან გასაგებია ჩემთვის და საერთოდ არ დარდობ ეგეთ რაღაცეებზე, იმიტომ რომ აბა თუ არა ამბოხების და იმის პროტესტის სულისკვეთება თუ არა გაქვს, რა ახალგაზრდა ხარ, ხო? მაგრამ თუ ახლა 40 შემდეგ რომ ისახარა ლიბერალი ხარ, ცოტა ისეთი თემაა ჩემთვის რა, ცოტა ძალიან დასაფიქრებელია რა. ახლა ესენი არ იყვნენ ეგრე. ესენი იყვნენ ლიბერალები, ჩვეულებრივი, უბრალოდ გაბოროტებული ლიბერალები და შემოიტანეს აი ამ კონსერვატიზმში. აი ეს აი ნიჩიანური ეს აი რაღაცა ბოღმა ხო აი წარმატებულების მიმართ ბოღმა რა. სხვადასხვა აი ახასიათებს ზოგიერთ ქართულ კონსერვატორსაც აი ეს გარკვეულწილად ან მათ ძალაუფლებაში იმიტომ კი არ უნდათ მოსვლა რომ ფუნდამენტურად შეცვალონ, არამედ უნდათ მოსვლა რომ ისეთივე ძალაუფლება ქონდათ როგორც ლიბერალებს და ისეთივე ფუნქციები ქონდათ როგორც ლიბერალებს. იყვნენ მორალის პოლიცია. რა შემჭირდება ახლა კონსერვატორი მორალის პოლიციელი? აი რა შემჭირდება? თუ მორალის პოლიციის საკითხი უნდა იყოს გამქრალი, უნდა იყოს მორალური საკითხები სხვანაირად ლაგდებოდეს რა, ვიღაცა პოლიციელისა და ზედამხედველის გარეშე. და საზოგადოება თვითრეგულაციური უნდა იყოს, რაც ჯანსაღ საზოგადოებისთვის არის. მე იმას კი არ ვამბობ, რომ მორალს არავინ არ უნდა არეგულირებს, უბრალოდ აქ არ უნდა მყავდეს კინწურაშვილი ან რა ვიცი, ვიღაცა კონსერვატორი გიჟი ვიღაც ტიპი, რომელიც რაღაცებს მეუბნება რა. ანუ ეს მომენტი არის, რომ თვითონ ჩვენი პროგრამა ჩემი აზრით რა დაიყვანებოდა რამოდენიმე ძალიან ისეთ მნიშვნელოვან იდეამდე. პირველი, რომ აი ეს მორალის პოლიცია გაქრეს, ერთი. მეორე, რომ მიუღებელი ყოფილიყო ეს ისტერიულობა. ანუ ყველანაირი პოზიციის ისტერიულობა მიუღებელი ყოფილიყო. მესამე, განსხვავებულობის ატანაზე ავცრილიყავით როგორც საზოგადოება, იმიტომ რომ რთულია მასობრივ საზოგადოებაში განსხვავებულობის ატანა. რთულია. და ამიტომ პლატფორმები უნდა შექმნილიყო და ეს გვინდოდა, სადაც სხვა ადამიანები ერთმანეთს დაველაპარაკებოდით. და ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად სხვა რეალობა რა. მივიღეთ სადღაც ტრამპს ბლოკავენ და სადღაც ტრამპი ბლოკავს უკვე მეორე მხარეს რაღაც ეგეთი ის მივიღეთ. და რაც თავარია, თვითონ ის პროექტი, პოზიტიური პროექტი საერთოდ არ ქონია რა.
მოდი ვაღიაროთ კონსერვატორს არ ქონია პოზიტიური პროექტი. რაღაცა სულ ვიღაცებთან ბრძოლაში ვიყავით, სულ ვიღაცებთან რეაქციაში ვიყავით და არ ქონია რაღაცა პოზიტიური პროექტი. და აი სწორედ ორბანის შემთხვევამ აჩვენა, როდესაც პოზიტიური პროექტი არ აქვს, როდესაც უბრალოდ შენ რაღაცა გეებს ებრძვი მარტო და რაღაცა ევრობიუროკრატიას, ამიტომ ახლა ხალხი რაღაცა მოგითმევს ერთხელ, მოგითმევს მეორედ, მაგრამ აგერ კორუფციას ამოვიდა ყელში რა, ერთი და იგივე ცხოვრების დონეს, როდესაც ინარჩუნებ და რაღაცა მნიშვნელოვანად არ ანვითარებ და აი რაღაცა ეს უძრაობის ატმოსფერო რო იქნება, სტაგნაციური ატმოსფერო რა, არავის არ მოწონს ეს სტაგნაციური ატმოსფერო საბოლოო ჯამში რა. კი შეიძლება მოიწვინოთ, მაგრამ ნუ არ მოწონს და ეგ ჩემი აზრით აი ძალიან კაი მომენტი არის ორბანი რო დამარცხდა, იმიტომ რომ სხვებისთვის იქნება ეს ნიშანი, რომ შენ თუ იგივენაირად წახვედი, შენ თუ გგონია რომ ადამიანები ხმას არ ამოიღებენ, იმიტომ რომ შენ რაღაცა ესე იგი ესე იგი LGBT-ს თემატიკით საზოგადოების მობილიზაციას ეწევი, არ მოხდება ეგრე რა. ნუ რაღაცა პერიოდი მოხდება, მაგრამ დიდი ხანი არ მოხდება რა. ამოუვა, ხალხი, იმიტომ რომ ხო არ არის რა ესეთი ხედავ რა ეხლა რომ დამარცხებული იმას კულტურულ პოლიტიკებთან პოლიტიკების კვლავ გაცოცხლებით ეხლა უკვე ვერაფერს ვეღარ მივიწევ. თან კიდე ეხლა საქართველოს შემთხვევაში უკვე კანონი მივიღეთ ოჯახის შესახებ, კანონი მივიღეთ, სხვადასხვა კანონები, დადებითი კანონები მივიღეთ, რომელმაც უნდა დახუროს თემა და ეხლა ახალი საკითხზე გადავიდეთ რა. მადლობა რომ ეს კანონები მივიღეთ, მადლობა რომ გადავლახეთ ეს საკითხი, მაგრამ ეხლა რომ იმის შემეშინდეს ეხლა ესენი რა ქვია ბაღებში და სკოლებში შევლენ თუ არა ესეთი იდეოლოგიის ადამიანები, აღარ არის რა უკვე ამის დრო. სხვა ეპოქა მოვიდა, სხვა გამოწვევებია. და სხვა გამოწვევები უკვე ანუ ორბანი ვერ გადაეწყო, ორბანი ისე იყო და იქ რაღაცა იმედოვნებდა რომ რაღაც ტრამპიზმი ის გააკეთებდა. გაზრდა პირიქით, აი ახლა თუ ყველაზე სუსტი პოლიტიკური მოძღვრება, აი ყველა ტრამპ ჩამოიყიდა. და აი ახლა ვისაც არ ექნება შიდა იდეოლოგიური დასაყრდენი, ვინც უბრალოდ ამ იბაძვებით გონია რომ ფონს გავა, ის გადაყვება მათ. და ყველამ დამეჯერეთ რა ბედიც ეწია ორბანს კიდე კაი ბედი ეწია. ორბანი მეორე პარტია ის საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ძალად რჩება მაინც, რომელსაც პოტენციალში მომავალში თუ გადააწყობს რაღაცებს, მისი პარტიის კიდე შეუულია რაღაცების კეთება, მაგრამ აი ტრამპი ჩემი აზრით არ ვიცი ახლა რა უნდა გააკეთოს, რა გეოპოლიტიკური სასწაული უნდა გააკეთოს ტრამპმა, მაგრამ ტრამპი და ტრამპიზმი, როგორც ესეთი, არის უკვე შავი ლაქა. ის რაც ტრამპმა გააკეთა ირანთან მიმართებაში და როგორი სამარცხვინოთაც მოიქცა ირანთან მიმართებაში, ამას ახლა ვინ აპატიებს ტრამპს? ამერიკული სამხედროები აპატიებს, სამხედრო ინდუსტრია აპატიებს, საზოგადოება აპატიებს, ესე იგი ვინ აპატიებს? მოკავშირეები აპატიებენ, საგარეო უწყობები აპატიებენ, CIA აპატიებს, ვინ აპატიებს ამას? მე უბრალოდ ვერ ხვდები, შეიძლება აპატიოს ეგეთი ჩავარდა. ეს არის აბსოლუტურად იდიოტური პოლიტიკის შედეგი, როდესაც და აქ თავარი რა. მე დავწერე იმაზე Facebook გვერდზე დავწერე და შევადარე ესე იგი ტრამპი კრასუს. და ერთი მომენტია ეს კრასუსი ძველი რომაელი ესე იგი პირველ ტრიუმვირატის ერთ-ერთი წევრი იყო, სპარტაკივის დაამარცხა. და ისაც პოლიტიკაში შევიდა როგორც ბიზნესიდან რა, ის ყიდულობდა იაფად დამწვარ სახლებს, აშენებდა და მე ძვირად ყიდდა ქალაქებში. და ამით გაიწყო ანუ უძრავი ქონებით. სხვადასხვა ტრამპის თავის ბიზნესი უძრავი ქონებით ბიზნესით დაიწყო. და შევიდა იმაში, ნუ ესე იგი კრასუსი კიდევ უფრო წარმატებული იყო, მაგრამ გამარჯვებული იმაზე სპარტაკზე პომპეუსმა გამარჯვება პრაქტიკულად ხელიდან ააცალა. იქაც გადავიდა აღმოსავლეთში და აღმოსავლეთში პარტიელებმა დაამარცხეს და მოკლეს ეს და მისი შვილი. იმის თქმა მინდა რომ დიდარი ადამიანი ესეთი ცოტა ოლიგარქო სისტემის ტიპი, ანტისისტემური, არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ კაი იქნება კაი მართველი და ის იქნება კაი სამხედრო პირი. აი ორივე მათგანში ტრამპი იყო ძალიან მაგარი პიარში კი. ძალიან მაგარი პიარში. რაც მას ესმოდა. იმიტომ რომ ხა ბიზნესში რო ხარ, შეუძლებელია პიარზე არ გემუშავა. მაგრამ პოლიტიკას სხვა ტიპები ჭირდება. პოლიტიკას არ ჭირდება აი ეხლა მით უმეტეს აი ამ პერიოდში
ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსები რო ავიღოთ, სი ძინპინი, სხვაები, ხო? აი რაღაცნაირად დუმარები, თათ ისე ხმამაღალი განცხადებები რომ არა, საქმეს რო აკეთებენ ჩუმად. აი რო არ ჩანან, მაგრამ მათი ძალაუფლება რო ყველგან იგრძნობა რა. აი ესეთი ხმამაღალი ეთიკური ლექსიკით, სულ სხვა იმით, რა ქვია, ჰაბიტუსით. ანუ აღმოჩნდა რომ ესა რა ქვია, ვაჭარი, ესე ვთქვათ რა, ვერ ჯობნის პოლიტიკოს რა. მან შეიძლება მოახდინოს იმის საკუთარი სოციალური სივრცის რაღაც დეგრადაცია და არ მიცეს პოლიტიკოსებს იმის საშუალება რომ პოლიტიკაში მოვიდნენ. მაგრამ როდესაც კონკურენციაში შედიხარ, ხო? აღმოჩნდა რომ ირანელებიც უკეთესები აღმოჩნდნენ. ანუ აი ვაჭრის აი მოლაპარაკებების რო ჩაიშალა. აი ძალიან მაგარი მომენტი იყო. ჩავიდნენ და ისინი ესაუბრებიან რაღაცა ვაჭრობაზე და სულ სხვა ლოგიკაზე და იქ ხდება ტიპი რომელიც მოელის სიკვდილს. და ეს ვაჭრის ფსიქოლოგიისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რაღაცაა, რომ როგორ შეიძლება რაღაცა ადამიანს დაემუქროს სიკვდილით და იმან ყველაფერი არ მოგწეს. როგორ შეიძლება ეს და ანუ აი აქ ჩანს აი სწორედ ის სადაც რაც ისტორიაში ყოველთვის მეორდება. რაღაცა მნიშვნელოვანი რწმენები არა აქვს ამის მნიშვნელობა ეს რწმენა ჭეშმარიტია თუ არა ჭეშმარიტი ყოველთვის ჯობნის ეგრეთ წოდებულ ცივ პრაგმატიზმს რა კრიტიკულ მომენტში. იმიტომ რომ ცივ პრაგმატიზმისთვის და რაღაცა ვაჭრული სულისკვეთებისთვის ეს პრაგმატიზმის კიდე სხვანაირია, ბევრნაირია, მაგრამ აი ეს ვაჭრული პრაგმატიზმისთვის არ არის მის სამყაროში არ მოიძებნება ეს თვითგანწირვის ელემენტი იმისთვის, რა ქვია, რაღაცა იდეისთვის. არ მოიძებნება და როდესაც ხედავს რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ესეთი სულისკვეთებით არის და არ დანებდა, აი როგორ შეიძლება არ დანებდეს ამერიკას, ხო? ვაჭრული წარმოუდგენელი იყო, ხო? წარმოუდგენელი რაღაცა, როგორ შეიძლება არ დანებდა? აი არ დანებდა. მე რაშო დაიმუქრა ცივილიზაციის განადგურებით. ეს ხო ყველამ აღიქვა რო ისე რა. არა, თან მაგის გამკეთებელიც რო არ არის ტრამპი ხა ხო ეთყობა რა. არის კატეგორია რომელიც მაგას ვერ გააკეთებს და. სხვადასხვა ამას ახლა ხშირად იყენებს პუტინიც ხოლმე ენას, მუქარის ენას. კი. ვირტუალურ საკითხებზე. და ეს ჩვეულებრივი რაღაცა ამ შემთხვევაში, მაგრამ ის იყენებს არაოფიციალურ ლაპარაკების დროს. კი ბატონო. აი რაღაცა ვითომ გადმოაგდეს, ვითომ რაღაცა თქვა ის. ანუ ეს ენა გასაგებია რომ ის იმუქრება რაღაცით, მაგრამ ყველას ესმის რომ ეს უბრალოდ ძალის დემონსტრირება. და შენ როდესაც კონფლიქტურ სიტუაციაში ამას აცხადებ, რაღაცა შედეგიც უნდა დადო მაშინ რა თუ მაგაზე წამსვლელი ხარ. თუ რაღაცა რადიკალი ხარ და ესე წასვლელი, აი აქ აღმოჩნდა სწორედ რომ ესეთი ტიპები, ეს ლიბერალი, ის მოვაჭროე თიკის ტიპები, არ შეუულიათ აი ესეთ მნიშვნელოვან კონფლიქტებში სიამდვილეში მისი სიტყვა და მისი საქმე აცნელი იქნება. მე იცი რა მაგვირებს, ხო? ხო, არა, მითხარით? მე იცი რა მაგვირებს, რომ აი მაგალითად ახლა დღეს ინფორმაცია გავცელდა, რომ საკმაოდ დაძაბული საუბარი შედგა ვიტკოვსა და არაქჩის შორისო. აი აბსოლუტურად შეიძლება თქვი, ხა წარმომიდგენი აქედან ეუბნებოდნენ, რომ ეს გავხსნათ, ამის სანაცვლოდ ამას მიიღებ, იმას თუ არ გახსნი, ამას მიიღებ და რაღაცა ამდაგვარი საუბარი და წინ ეჯდა კაცი, რომელიც იყო რამის შაჰიდის კამარით ისა შემკული და ვის ელაპარაკებიან, რატო გონიათ რომ გაუვათ ეს ყველაფერი წარმოუდგენელია რა. იმისი არ იყოს ახლა ორბანს რო ეგონა გახსოვს რომ სიარტოს რო გვერდში დაიყენებდა და აქ მოსკოვში ჩავიდო და პუტინს ხელში ჩამოვართმევდა და აქ ავტობზე დასაკლებას მიიღებდა თუ რაღაც რატომაც ეგონა რა ხა უნგრეთში ამითი ფონს გავიდოდა და აღმოჩნდა რა მე კი ვიცოდი რომ ეხა იქ არ იყო ესე და მე კიდევ ერთხელ ვთქვა ვოლდა არ მეგონა თუ ამდენით მოუგებდა ხო და გამოვიდა რომ აბსოლუტურად საერთოდ არაფერს არ ნიშნავს როცა საქმეს არ აკეთებ და მხოლოდ პიარით ხარ დაკავებული რა და უნგრეთშიც ესე მიდიოდა როგორც ჩანს დიდი ხანია და მაგრამ კარგი უნგრეთი ახლა იქით იყოს მე უფრო მადარდებს ის რომ ტრამპმა რომ აი იმ ორმუზის ყურის ახლა უკვე სამხრეთიდან გადაკეტვით აი ეს მომენტი ხო არ დაასამარებს საერთოდ მოძრაობა მაგას
ან ზოგადად ამერიკანიზმს, ოღონდ ყველაზე კარგი გაგებით და ეს შლეიფად ხო არ გავცელდება, ესე ვთქვათ, დედამიწის გარშემო ყველა იმ სახელმწიფოზე, რომელიც მეტნაკლებად საქართველოს ჩათვლით ბიბმული ვიყავით, ესე ვთქვით, 24 წლის ტრამპის გამარჯვებაზე. მე თვითონ მახსოვს აქ პირველი პოდკასტი რო ჩავწერე, მაშინ თქვი რომ სულზე მოგვისწრო ტრამპმა მეთქი. აი როგორ ფიქრობ ახლა ეს ყველაფერი როგორ შეიძლება რომ წავიდეს? რა მე არ ველოდები ერთ რამეს, მე არ ველოდები რესტავრაციას რამის. მე ველოდები ახალძალებს. მე ველოდები იმას რომ ტრამპმა რაც თქვა და ტრამპმა თქვა რომ იმ ნახევარსფეროს სადაც ამერიკა უნდა აკონტროლებდეს, გრენლანდიაზე რა თქვა, ეგაც ჩემს აქტუალური საკითხი იქნება, მაგრამ ამის გაკეთების საშუალებას უკვე ტრამპს არ მიცემენ. მაგრამ ამის გაკეთების საშუალებას მიცემენ იმ ძალებს, რომლებიც ანტიტრამპისტურად მოვლენ, ისინი უკვე აბსოლუტურად სხვანაირად გააკეთებენ. აი, ყველაზე ურჩევ რა, აი სტალინის საყვარელი ციგნი იყო. ბორის პრუსის ფარაონი. არ ვიცოდი. ვისაც აქვს საკითხული, არის ძველი ფილმი, მე არ მაქვს ნანახი, მაგრამ ციგნი მაქვს საკითხული. და იქ არის ძალიან მარტივი რაღაცა, ბრძოლა არის ქურუმებსა და რამზეს შორის და ბრძოლის მთელი არსი მდგომარეობს იმას, რომ რამზებს უნდა რომ ტაძრებიდან გამოიტანოს ოქრო, ეს ოქრო ჯარს დაახარჯოს, მოაწყოს დიდი ექსპანსია, ეგვიპტე გაზარდოს და მერე იმ თანხებით ის ეკონომიკური პრობლემები, რაც ეგვიპტეს აქვს, ის მოაგვაროს. და ეწინააღმდეგებიან ისინი ქურუმები, როგორ შეიძლება საღვთო ოქრო არის და ამის გამოტანა როგორ შეიძლება. მოკლედ, ეხლა უნდა დავტროლო ხალხი და წინასწარ უთხრა, მაგრამ ქურუმები გაიმარჯვებენ ამ ბრძოლას. რას აკეთებენ ქურუმები პირველი, როდესაც გაიმარჯვებენ? გამოაქვთ ოქრო იმიდან, ტაძრებიდან, ჯარს ახმარენ და ექსპანსიას იწყებენ. ანუ ზუსტად იგი იმას აკეთებენ, რაც რამზეს უნდათ, თუმცა რამზესისთვის არ უნდა გაეკეთებინათ. გასაგები. მე იმის თქმა მინდა, რომ რაც გამოცხადებული აქვს ტრამპს, ეს ყველაფერი გაკეთდება. და სავარაუდოდ მე დარწმუნებული ვარ, ეგ ლოგიკურიც არის, რომ ჩილოთ ამერიკული სახელმწიფო უნდა შეიქმნას. ადრე თუ გვიან. იმიტომ რომ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც ახლა როგორც იცვლება, ამერიკის სიძლიერის შენარჩუნება უკვე ამაზეა დამოკიდებული. და ეს ერთიანობა თვითონ მე მგონი კანადელებსაც და მათ შორის გრენლანდიელებსაც შეიძლება აწყობდეს. ოღონდ ამას ტრამპის ნაირი ტიპი ვერ გააკეთებს. ტრამპი იყო პირველი განხმოვანებელი, მაგრამ ეხლა ისინი ვინც ამას გააკეთებენ აბსოლუტურად სხვანაირად. მე ესე წარმომიდგენია ეს მომავალი. ეხლა ყველა ეს წარუმატებლობა, რაც ტრამპმა დაიწყო, მიეწერება ტრამპს, ყველა ეს ჩამოიწერება ტრამპს, ტრამპიზმი გახდება ესე შავი ლაქა ამერიკის ისტორიაში. გაჩნდება ინსტიტუტები, რომ ტრამპიზმის მსგავსია არავინ არ მოიყვანოს და ძალიან ჭკვიანურად მოიქცევიან ელიტები იმ გაგებით, რომ ტრამპიზმის ლოგიკა რა იყო? ტრამპიზმმა დაქოქა დუმარე უმრავლესობა. აი ახლა შემდეგ ეტაპებზე ამერიკული პოლიტიკური ელიტა და ფინანსური ელიტა იმისთვის, რომ მასებმა მეტი ვეღარ მოაწონ ეგეთი ამბოხი, ტრამპიზმის შავი ლაქის გამო ამ რაღაცა შეზღუდვებს კიდე უფრო გააძლიერებენ და მე ვინცობა სხვა ტიპი მოვიდეს ქვემოდან, იმას აღარ მიეცეს იმის საშუალება. ამ ელიტების გვერდის ავლით, შეგიძლია დაბალი სოციალური ფენიდან იყო, მაგრამ თუ ამ ელიტების გვერდის ავლით გინდა რომ მოხვიდე პოლიტიკაში, ეს უკვე სხვა საკითხია რა. და რო არ გაბედოს მეტი არავინ, ტრამპი იქნება ესეთი საჩვენებელი ისტორიისთვის საჩვენებელი, ესე იგი საფრთხობელა. მაგალითივით ეყოლება, ცუდი მაგალითით ეყოლება. ეს უკვე კონტურები ამის ჩანს უკვე, ტოტალურად ჩანს ამის კონტურები. რომ უკვე ამერიკა აპირებს მის ყველა წარუმატებლობა მიაწეროს ტრამპს, არ და მოდი თქვა ტრამპი იმის მიუხედავად რომ სურვილი აღმოჩნდა ობიექტურად ის პრობლემები, რაც შეერთებულ შტატებს აქვს, ამას არ გააჩნია სუბიექტური მიზეზები, მაგრამ ამას გააჩნია ობიექტური მიზეზები. ის რომ ეხლა გეოპოლიტიკური რეალობები იცვლება, ეს არ არის ტრამპის ბრალი. იგი ტრამპა რაც გამოცხადა, ყველაზე ლოგიკურია, იმიტომ რომ სამყარო იცვლება.
აღარ არის ის ძველი ინსტიტუტების დრო. მეცაც გეტყვი, შეიძლება ტრამპს არ დააშნევინონ ნატო, მაგრამ შემდეგი პრეზიდენტი დააშნევს დაბლატოს. ყველა ვარიანტი, ხო? ხო. დაიწყო თითქოს მოვამწიფა ამისთვის. და ევროპა ეხლა ამას ხედავთ, რომ დასავლური ელიტები პრინციპში დიდად შორს ადგანან ერთმანეთისგან, აი ამ ტრამპიზმის საბოლოო გაშავებას და ის რომ ევროკავშირი რატომ აწყობს ეს ანტიტრამპისტული? იმიტომ რომ ევროკავშირში დემოკრატიული პროცედურა კიდევ უფრო რთულადაა ვიდრე შეერთებულ შტატებში. იქ რა ვიცი, ევროკავშირში ვინზია კაციშვილმა არ იცის რა, ეროვნული რესპუბლიკები კიდევ სხვა და იქ ვინზია. და ეს მიცევს იმის საშუალებას, რომ აი ესეთი ბნელებად გამოაცხადონ ეს ულტრები და ვიღაცები და მოიყვანონ ესეთი ტიპები. მაგრამ არსებობს ერთი ახლა ისტორიას არ აქვს მხოლოდ აი ბნელი და ნათელი მხარე. აქვს აი რაღაც საშუალო მხარე. მე მგონია რომ აი ისეთი ტიპები, ისეთი ახალი ლიდერების გამოჩეკვა მოხდება, რომლებიც იქნებიან აი ამ სივრცეებიდან წამოსულები და რომლებიც აი ამ ლიბერალური ინტერესების გამოტარებელი იქნებიან. ანუ ეხლა რაც უნგრეთში მოხდა პრინციპში. სიამძულეში კონსერვატორი, მაგრამ თლად კონსერვატორიც არა. ლიბერალი, მაგრამ თლად ლიბერალიც არა. თლად ისაც არა, რა ქვია, თლად ანტიევროპელიც არა, მაგრამ აშკარად ევროპული რაღაცა ელემენტებით. აი რაღაცა აი ეგეთი ტიპები, სახეები, რომლებიც აღარ ყვირიან ძალიან ხმამაღლა. საკუთარ განსაკუთრებულობას. აი ეგეთი ტიპების, საშუალო ტიპების, ანუ პერიოდი ალბათ ეხლა უნდა დადგეს. ეხლა დგება, ხო? და მე ძალიან გამაკვირვა, მე რატოღაც მადიარის განცხადებები, რაც ადრე მქონდა მოსმენილი, ბევრად რადიკალურად მეჩვენებოდა, ანუ მართლა, ასე ვთქვათ, ანტიურბანული და ეხლა გამარჯვების შემდეგ როგორც შემოისმინე, ძალიან ზომიერი განცხადებები გააკეთა, არა მარტო საქართველოსთან, იქ მე მგონი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან. ხო, გაწევრიანებასთან ძალიან სკეპტიკურად იყო და რამის ის თქვა, მე მგონი რომ უნგრეთში ეს უნდა მოვაწყოთო რეფერენდუმი, ახლა შუაშია უნგრეთში რეფერენდუმი უკრაინა გაწევრიანება. ხვდები, ხო, მაქსიმალურად ფუთავს, რომ დისტანცირება მოახდინოს. ისიც ფაქტი არ არის, იმ 90 მილიარდზე ერთი ხელის მოსმით დასტურს მიცემს, მაგაზე გამოიუაჭრებს უეჭველი რაღაცა სათავისოდ. ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ლიბერალებსაც პრობლემა აქვს და ამიტომ არის აი ეგეთი ტიპები გამოსავალი ორი მხარისთვის. ლიბერალები აი ეს დღის წესრიგი ისეთი შექმნეს, რომ ისინი უკვე ვეღარ შეძლებენ აი ამ უკან დახევას ვეღარ შეძლებენ რა. ამიტომ ესეთი ტიპები, ესეთი კომპრომისული ტიპები არიან ის ტიპები, რომლებიც სხვა პოლიტიკებს შემოგთავაზებენ. ახლა ლიბერალების პრობლემა რა არის? მოდი ესე ვთქვათ რა. ლიბერალური პოლიტიკები ჩიხურია ყველგან. სადაც შენ დაიწყებ ეგ ლიბერალურ პოლიტიკებს, და ლიბერალური პოლიტიკა ხო პაკეტია, ეგ ხომ არ არის მარტო ერთი მიმართული, ეგა პაკეტი. ლიბერალური პოლიტიკა მოიცავს ეს გიჟურ ანტირუსულობას, მოიცავს რაღაცა შიდა რაღაცა კულტურულ სიგიჟეებს, ეგ ერთი ნაწილია, მოიცავს კიდე ეკონომიკურ პოლიტიკებს, მოიცავს საიმიგრაციო პოლიტიკას, მოიცავს ბევრ პოლიტიკას მოიცავს. მაგრამ საქმეში ეს პაკეტი უკვე ლიბერალური პაკეტი ვეღარ მუშაობს, ანუ პოზიტიური ის აღარა აქვს. ამიტომ ახლა ლიბერალები არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ ამის უკან დათმობა მათ არ შეუძლიათ. ამიტომ საჭიროა, რომ ტრამპიზმები დაამარცხონ, ოღონდ არც ეს გიჟური ლიბერალური ნარატივები დააბრუნონ. ფერის თვალების ეტაპი იწყება. რომ ის ვიღაცები ძველები ჩამოწერონ. ესე იგი, მადიარი შეიძლება იყოს მაგალითი კი არა, მოდელი იყოს აი ამ ტიპის. მოდელი იყოს, რომ ჩვენ მოდი ის ძველი ლიბერალური ეს პაკეტი, რაც გვაქვს, რასაც ყველას ვეუბნებოდით და ყველგან ერთი და იგივე პაკეტი ვრცელდებოდა ყველგან, ხო? მოდი ეს ამ პაკეტისგან უარი ვთქვათ. Copy paste-ით ავცელებდნენ ყველა. ოღონდ არა ისე, რომ ჩვენ დამარცხებულები გამოვიდეთ. პირიქით, აგერ ორბანი დავამარცხეთ, მაგრამ აღარ არ აღდგება ეს პაკეტი. ესა ძალიან ჭკვიანური სვლა არის სიამდვილეში, ძალიან ჭკვიანური სვლა არის და ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ პოლიტიკა დააბრუნონ უფრო რაციონალურ და უფრო მოქნილ ელემენტებზე, სადაც უკვე რაღაცა ის ღირებულებები რელიგიურ დონეზე აღარ არის აყვანილი. სადაც უკვე პრაგმატიზმი და ესეთი ტიპები, ოღონდ ეს უნდა მოხდეს, კვლავ ვიმეორებ, ტრამპიზმისა და ორბანიზმის დამარცხების ფონზე.
ამიტომ მე არ ველოდები ახლა ის ჩვენი ეგრეთ წოდებული აკაცუკები რო უხარიათ. ისინი ვერ დაბრუნდებიან, იმიტომ რომ ეს პაკეტი ვერ ბრუნდება. ეს ხალხი რომ ამ პაკეტის ნაწილი იყო. ხო და აქედან გამომდინარე ტრაგიკულად არ აღვიქვათ მაგის თქმა მინდა და არ ჩავყვეთ ესაა ჩვენი თავარი ამოცანა, არ გავაიგიოთ ჩვენი თავი არც ფიცოსთან, არც ტრამპთან, არც ორბანთან, არც ხოლმე. ისინი იყვნენ დროებითი მოკავშირეები ჩვენი. ისინი იყვნენ იმ მომენტში მოკავშირეები, როდესაც ძალიან გვაწვებოდა ეგ ლიბერალური ელიტა, მაგრამ თავისთავად იმათ გემზე დაჯდომა არის უკვე ჩაძირულ გემზე, არ უკვე წყალმა ის წყალი შევიდა უკვე და ჩაძირულ ტიტანიკზე დაჯდომაა რა. არ შეიძლება იმ გემზე დაჯდომა. აქედან გამომდინარე ეს ზომიერი პაკეტები ახლა ეგ რუბიოს ზარმაც გადატვირთვის პოლიტიკამ ის რომ აქ საუბარი იყო ენერგორესურსებში გამტარიანობაზე და პორტებზე ამერიკული ინტერესების დაცვაზე ხო ეს და ამის შედეგად ის გადატვირთვაზე მიანიშნებს იმაზე რომ ქართულ ოცნებას შეუძლია შიდა გადაწყობით რა ახალი პრემიერი იქნება, ახალი ვიღაცა იქნება, ესე გაფორმოს ეს გადაწყობა და გადატვირთვის პოლიტიკა. მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადატვირთვა მოხდება. მე სხვადასხვის ვარ იმ ადამიანთაგანი, რომელიც არ უყურებს დადებითად ამ გადატვირთვას. არ უყურებს დადებითად ამ გადატვირთვას, მაგრამ დადებითი შედეგების მომტანა ჩვენთვის. იმიტომ რომ ეგ იქნება უფრო მეტად იმათი კონტროლის გაზრდა, მაგრამ მესმის რომ პოლიტიკური მოძრაობა და პოლიტიკური პროცესი არის სხვა ლოგიკით აგებული, არა სახელმწიფოს ლოგიკით, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება, არ შენარჩუნების, ძალაუფლების ჩაწერი საერთაშორისო სისტემაში და ასე შემდეგ. ამ ლოგიკით არის აგებული და არა იმით, რომ ეხლა შენ რაღაცა ეროვნული სახელმწიფო როგორ მოქმედებს, ეგ უკვე სხვა ლოგიკა არის აბსოლუტურად. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ვის არ ელოდება უბრალო არ ელოდება დასავლეთთან გადატვირთვას პირიქით დასავლეთთან მოხდება გადატვირთვა ეს ერთი და მეორე ის ვინც ელოდებოდა რომ აქ რაღაცა პრორუსული რაღაცა ძალები გაძლიერდებოდა ვერ გაძლიერდებიან აქ პრორუსული ძალები ესე რუსეთს სანამდე უკრაინაში არ დაასრულებს საქართველოსთან პოლიტიკები არ აქვს შემოშავებული საქართველოს ამერიკაკოსიაზე პოლიტიკები არ აქვს შემოშავებული ის რუსეთიც კი იმაზე არის აგებული რეაქციულია ანუ რაღაცა მოხდება მაშინ აი ალიევთანაც მოხდა რა ალიევთან მართლა აწყობილი რო ქონოდა ყარაბაღის ომის შემდეგ სულ სხვა ურთიერთობის ბაზე უნდა გადასულიყვნენ რუსეთი და ესე იგი აზერბაიჯანი აბსოლუტურად ვერ გადააჭრა ამის მოლოდინი იყო მესეს მეგონა რომ რო არის აქტიურეს ესე იგი აზერბაიჯანისგან რაღაცა უნდა მიიღოთ მაგრამ არაფერი მე მილაპარაკია იმ ხალხზე ვისაც ზედმეტი მოლოდინი აქვს რუსეთს არ იქნება ეს რუსეთის და ყველამ ვიცოდეთ რა ეს ლოგიკა რა ეგ მით უმეტეს რუსეთის ისტორიას თუ დააკვირდები ესეთია ლოგიკა რუსეთს თუ სადმე საფრთხეს აგრძნობს ის დროს წელავს და ეს დრო შეიძლება მარადიულად გაწელოს ანუ რას ვამბობ ის სტატუს კო რაც აფხაზეთში რაც ჩვენ რეგიონში არის ეს ახლა რუსეთს აწყობს და ის რომ შენ ახლა რაღაც ახალი ინიციატივები ჩახვიდე და ის იკარგება და რაღაც ჯერჯერობით ჩავიდნენ ჩემი ინფორმაციით ჩავიდნენ მაგაზე მოსალაპარაკებლად და არ ვიცოდი აქ საიდან მეწოდინება ინსაიდერული ინფორმაცია არაფორმალური ის იყო არაფორმალური ჯგუფები და ისინი ჩავიდნენ და ყველგან ერთი და იგივე რაღაცას ეუბნებოდნენ და ამას რატომ არ ამბობენ ეს საინტერესოა რა ყველა საუბრობს ეკონომიკურ საკითხებზე ყველა საუბრობს რაღაც საკითხებზე მაგრამ არავინ არ საუბრობს იმაზე რომ რუსეთი ჯერჯერობით აჩერებს ამ პროექტს და არ აქვს პოლიტიკა და ვისაც გონია რომ აქ რაღაცა სხვა რაღაცა მოხდება ანუ რუსეთუმებას ხო აბრალებენ ხელისუფლებას ანუ პრაგმატიზმს ეძახიან სიამოვნებაში აი რუსეთუმე რო იყოს აბსოლუტურად სხვანაირი პოლიტიკები იქნებოდეს ჩვენთან აბსოლუტურად სხვა პოლიტიკები იქნებოდა სწორედ ის რომ რუსეთუმე არ არის მაგიტომ არის ეგეთი პოლიტიკები მაგიტომ არის ის რომ შენ პრაგმატულ პოლიტიკას მისდევ და მაგიტომ არის ის რომ დღემდე შენ რაღაცა რუსეთთან სხვა დიპლომატიური ურთიერთობები გაქვს და სულ სხვა ისა უფრო არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და სულ სხვა რაღაცა პოლიტიკას აწარმოებს სულ სხვა პოლიტიკას არ გამოჩნდა და რაღაცა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და საერთოდ არ ლაპარაკობ იმაზე, ჩილოთ სამხრეთის იმაზე, ხო? იმის მიუხედავად რომ რუსებმა ააშენეს აფხაზეთში ეს მონაკვეთი
აღადგინეს ეს რკინიგზის მონაკვეთი, რაც ნიშნავს, რაღაცა სიგნალები არის, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენები სხვანაირად მოქმედებენ და ფაქტია, რომ ჯერჯერობით რუსები არ ერევიან პოლიტიკურ საკითხებში აქ ჩვენთან, რაც პრინციპში ჩემი აზრით კარგია. ჩემი აზრით კარგია. და პოლიტიკა რო არ აქვს ჩამოყალიბებული, ჩანს ეგ. კი, ჩანს, იმიტომ რომ მე ყოველდღე უყურებ ხა რუსულ ნიუსებს და ამიერკავკასიას, სამხრეთ კავკასიას რო ახსენებენ ნებისმიერ თოქ-შოუზე ან საინფორმაციოში, ისე ლაპარაკობენ, რომ თითქოს სამხრეთ კავკასია იყოს სომხეთი, აზერბაიჯანი. საქართველოს საერთოდ არ არის. ანუ არც დადებით კონოტაციაში, არც უარყოფით კონოტაციაში და ისეთი აქვს ჰოლდზე აქვს შეყენებული თემა რა, რომ აი როგორც შენ კარგად თქვი, მომავლისთვისაა გადადებული, იმიტომ ჯერ არც ხელა რა მაგისთვის, ჯერ უკრაინა აქვს მოსამთავრებელი. ალბათ ელოდება ირანი გახდება ეს რეგიონალური მოთამაშე დიდი და მიაწვება ჩრდილოეთით და რუსებს ეგ ექნებათ საფიქრალი, ხვდები ხო ხა? პრეტენზია რამდენი აქვს ხო და მოკლედ ჩვენი ამოცანა ახლა ჩემი აზრით არის ის რომ მოვასწროთ ის ბაზის ახლა ის რომ არ დასრულდება ამ ხელისუფლების ყოველდღე არჩევნებამდე რო არ დასრულდება ეს ჩემთვის ფაქტია მაგრამ ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია და უკვე აი შოდერეფრის ელემენტები ინფრასტრუქტურა უნდა მოესწროს რა ისე უნდა მოესწროს რომ მაგის დაკენსელება შეუძლებელი იყოს აი ეგ არის ხელისუფლების ჩემი აზრით საერთაშორისო ამოცანა მე უკვე როდესაც თუ გააქტიურდება რუსეთი მე თუ გააქტიურდება უკვე მას ექნება მოცემულობა შუადერეფანი ფუნქციონირებს შუადერეფანის ფუნქციონირება არ არის მარტო საქართველოს რუსეთის ურთიერთობა შუადერეფანის ფუნქციონირება არის დიდ სახელმწიფოების შორის ურთიერთობა სადაც შენ გაქვს იმის ბერკეტი რომ რაღაცა შენი პოზიცია ერთის მხარდაჭერით მეორეზე მოიპოვა ან პირიქით და რაღაცა ეგეთ იმაზე ითამაშო აი ეს არის რა და აი შენ ახსენე ამერიკასთან გადატვირთვა დაუშვათ რა ესეთი პირი უჩანს რომ მე ეჭვი მეპარება რომ სპარსეთის ყურიში ამერიკელებმა რამე შედეგს მიაღწიონ დროის ამბავია იმიტომ რომ ეხა ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ ეხა ბირთვული იარაღი გამოიყენებენ გამორიცხულია გავლენ რა პირობით შეკრავენ ამას მაგრამ გავლენ და აი როგორ ფიქრობ მე ეს შუადერეფნის თვითონ თემა როცა ფაქტობრივად სამხრეთ კავკასიაში აღარ იქნებიან წარმოდგენილი არანაირად ამერიკელები. როგორ შეიძლება რომ ის გადატვირთვა ან დადებითად იმოქმედოს ჩვენ და მათ ურთიერთობაზე უარყოფითად. თუ რეგიონიდან საერთოდ ინტერესი გაიგებს. ეხლა ერთ იმას ვიტყვი. ანუ ამ ომმა მოგცვა შესანიშნავი რამ და ეს შესანიშნავი რამ არის ის რომ ამერიკული შუადერეფრის ალტერნატივა ჩავარდა. ხო, ფაქტია, ხო ჩავარდა, ანუ ის ვერ გახორციელდება. ანუ ის რისი შიშიც დიდი ხანი მქონდა რომ ამერიკელები თუ გააკეთებდნენ საქართველოს გვერდისავლით უნდა და სირიასთანაც გადატვირთვა მაგიტომ დაიწყო და ტერორისტები პრინციპში მაგიტომაც აღიარეს. ეს ჩავარდა და ეს არის ჩვენ და გვიხაროდეს ის რომ ჩავარდა ეს. და ამერიკელები ვეღარ შეძლებენ აქ ალტერნატიულ იმის გაკეთებას. ეს მე მგონი ამერიკას უკვე ესმით. აბა რა შეჭirdებათ ჩვენთან გადატვირთვა. ხო, გეთახმები. მაგრამ მე თვითონ გადატვირთვიდან მიღებულ ბენეფიტს ვერ ხედავ ამერიკის მხარისთვის. აი, რა ვართ მაშინ თუ დაუშვათ ვერ გამოგვიყენეს. რაში ვჭირდება? რატომ გეუნებიან რომ გადაგიტვირთავთ? არ შეგენეს შიდა პოლიტიკურ კრიზისებს. და გადაგიტვირთავთ ოღონდ ჩვენი ინტერესი პორტებზე და ინფრასტრუქტურაზე უნდა იყოს. რა სახით უნდა იყოს? ეგ არ ვიცი. მე ვიცი რომ ეს ერთი რომ ჩამოვიდა და ეხა კომისია აპირებს ჩამოსვლას ამერიკიდან კომისია აპირებს ჩამოსვლას. ნუ აქ ძირითადად ლაპარაკი არის ღრმაწყლოვან პორტზე, ხო? მაგაზეს და არა მარტო მაგაზეს, შუადერეფნის იმაზეა ინფრასტრუქტურაზე. ფოთი ბათუმიც ალბათ და თვითონ თავად შუადერეფანი და როგორ ფიქრობ ეხა რუსეთი რო პაუზაზე დგას? გამომდინარე იქიდან შენ კარგად ახსენე რა ეს ზუსტად გაარტყი გულში რომ ზარმაცი დათვივით იქცევიან რაც არ აწუხებთ იმაზე ნერვს არ იშლიან და უკრაინის პრობლემა რომ მოგვარდება მე პოსტფაქტუმურად დაგვიანებული დარჩეს მე რუსეთის აგრესია ხო არ იქნება ხვდები ხო ხო ყოფილა ჩვენ ამდენჯერ მოხვედრილ ვართ მაგათ არა რა თქმა უნდა ანუ შანსი იმის მაგრამ მე ვიმოდოვნებ რომ ეს კონფლიქტი გაგრძელდება და არ უჩანს ამ წელსაც დასრულება ხო? დასრულება არ უჩანს, ტემპი ნელია, იმის მიუხედავად ახლა ვიღაცები კი მეუნებიან და ამას ვუყურებ იმას რომ რაღაც რუსული ტაქტიკური, მაგრამ სტრატეგიული გარღვევებს ვერ ხედავ ამ ომში,
და ხო, ფრონტის ხაზი დადგა, კი, მართალია. სადა სტრატეგიული გარღვევები არ არის, იქ ომი უფრო ბევრი წელი გრძელდება. შესაბამისად, მე თავიდან მეგონა რომ ისინი რუსები მოახერხებდნენ, ეხლა ჩანს რომ არ არის ეთყობა მაგის რესურსი, არ არის ფიზიკურად ამის რესურსი და კი ბატონო, გაიჭედნონ იქ და იყვნენ ევროპაზე ორიენტირებული. მე კვლავ შეგახსენებთ. რუსეთის მიერ კავკასიაში შემოსვლა დაკავშირებული იყო იმ მოვლენებთან, როდესაც ევროპაში ომი იყო შეწყვეტილი. არ ყოფილა ის პერიოდი, პირველ მსოფლიო ომს არ თვლი და რუსეთ-ოსმალეთის ომს არ თვლი, სადაც ისინი ბალკანელებს ეხმარებოდნენ, ბალკანელ ქრისტიანებს ეხმარებოდნენ. მე ვამბობ, ევროპულ დიდ სახელმწიფოებთან რუსეთს ქონდეს ომი და მას კავკასიისთვის ეცალა. არ ყოფილა ესეთი ისტორიული მაგალითი. როგორც მაგალითად, ვინც იცის ირანის ისტორია ვინც იცის. ნახავთ რომ ირანი დაპყრობილი ჰყავს არა ცივილიზებულ სახელმწიფოებს, ვერც რომ არამედ ბარბაროსებს. ხო, კი ბატონო. ანუ საინტერესოა, შეიძლება ავღანელებმა უფრო მოახერხონ ის ირანის დაპყრობა, პირობითად თუ ამბობ, ვიდრე ამერიკელებმა. და ეს არის რაღაცა უნიკალური რაღაცა ისე ირანი ამ გაგებით რა, რომ ესე იგი მართლა ვერც ბიზანტიამ, ვერც რომმა, ალექსანდრე მაკედონელმა, თუ მაშინ ალექსანდრე მაკედონელი სპარსელეთთვის ბარბაროსი იყო, ეგაც უნდა ჩაითვალოს. ხო. ხო, იმიტომ რომ კულტურის აკვანს ეძახდნენ თავის თავს და მოვიდა ვიღაც მაკედონელი სადღაც იქიდან, სადაც არ იცოდნენ საერთოდ სად იყო ეს ევროპა. და ეხა ისინიც მიხვდნენ რომ პრინციპში ის რომ სპარსეთი უფრო კულტურული აღმოჩნდა და ეს აღმოსავლეთი იმაში ჩანს რომ ვისი ასიმილირება მოხდა. იმების ამით თუ პირიქით მოხდა იმების, რა ქვია, მაკედონელების ასიმილირება, გადაიღეს ყველაფერი სპარსელებისგან. აქაც ჩანს რომ ვინ უფრო კულტურული იყო, მაგრამ იმის თქვა მინდა საბოლოო ჯამში რომ არსებობს ისტორიული შემიაზრეთ რაღაცა ლოგიკა, რატომ ხდება ესე. და რუსეთის ლოგიკა მდგომარეობს იმაში, ამ შემთხვევაში რომ როდესაც მას დიდი კონფლიქტები აქვს ევროპაში, ის არ იცლის სხვა რეგიონებისთვის. მათ შორის კავკასიის. ესე იგი, მაშინ ჩვენ ეს ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ რა, რაც შეიძლება. ესაა ჩვენი ფანჯარა, ჩემი აზრით. ესაა ჩვენი ფანჯარა. რა უშლის ამას ხელს, როგორ ფიქრობ? შენ საქართველოში და რა ვიცი, უშლის ხელს ვინმე? მე პირიქით მე მგონია რომ რაღაცა პროცესი დაწყებულია. აბა ეს შუადერეფანი ჩინეთთან სტრატეგიული ხელშეკრულება, ის რომ ეხა მართლობის პრობლემები არის, ის რომ ტემპი არის ისეთი რომ ჩვენ უფრო სწრაფი გვინდა. ეხა მე მესმის აბსოლუტურად. ესეთი ტემპი რომ შენ აიღო, როგორიც საჭიროა, იმდენი სახელმწიფოს იმაში აღმოჩნდები, შენ ეპიცენტრში აღმოჩნდები. გაქვს იმის თავი რომ ამ ეპიცენტრ, ამიტომ წყნარად, ჩუმად, შეუმჩნევლად, მაგრამ კეთდება ეს ყველაფერი. ძალიან კარგი. მახარებს ეს ამბავი შენ რომ ამას ამბობ. ანუ არა რაღაცა გეოპოლიტიკური საფუძვლები ეყრება ამ ქვეყანას. არ ვიცი ეხლა ეს რისკი არის რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეხლა იმაზე საუბარი რუსეთი რას იზავს უკრაინის ომის შემდეგ შეგვიძლია თეორიულად ამაზე მსჯელობა, მაგრამ თვითონ ომის ხასიათი გვაჩვენებს რომ ეს ომი არ არის მარტივად დამთავრებადი. და ეს ომი სავარაუდოდ კიდე გაგრძელდება. ძალიან კარგი, ანუ ზუსტად უნდა გამოვიყენოთ მაშინ ეს დრო. ყველა ხვდება იმას და ეს ფაქტია, რომ ევროპის მილიტარიზაცია მიდის. ეხლა როგორ ტემპი შეიძლება ნელი ტემპით მიდის, მაგრამ რისთვის მიდის, რომ ისინი ემზადებიან, ვისთან ომისთვის ემზადება ეხლა ევროპელი, აბა ვინმე მიწღაც ჩინეთთან ომისთვის არ ემზადება ევროპელი. არა, რა თქმა უნდა. 22-ისთვის გახსოვს ურსულა ფონ დერ ლაიენს რო ქოდა, რომ განაცხადა პირველი გაუგებრობა რო იყო ამერიკასთან და ნატოსთან. რომ ის 800 მილიარდის აკუმულირებას რო აპირებენ 28-29 წლისთვის. ესე იგი, სადღაც დედლაინი უდევთ რა, რომ ეს ავარაუდოდ კონფლიქტს დაიწყო. კი. ეხლა მე არ ვიცი ევროპელები რა შეძენ, მაგრამ ფაქტია, რომ 3-4 წელიწადში იმაზე ძლიერი ჯარი ეყოლება, ვიდრე ეხლა. ეს აკმარისი იქნება რუსეთისთვის თუ არ იქნება, ეგ არ ვიცი მე, არც სამხედრო სპეციალისტი არა ვარ, არც ესე იგი იმას მივიწერ თავზე, ვიც არა ვარ რა, მაგრამ ის რომ ტენდენცია სამხედრო პოტენციალი ზრდის ევროპაში დაწყებულია, ეს მის იმაში ბიუჯეტის გადანაწილებაში უკვე ჩანს.
და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ეს კონფლიქტი არ არის მარტო უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი. ეს კონფლიქტი არის ევროპა-რუსეთის კონფლიქტი, რომელიც სავარაუდოდ და დიდი ალბათობით, თუნდაც არ ვიცი ეგ როგორ იქნება, შეიძლება გადაიზარდოს უფრო მსხვილ კონფლიქტში. რაც ჩვენ ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ფარის როლს თამაშობს. მე არა მაქვს ილუზიები, რომ რუსეთს რაღაცა ქართულ სახელმწიფოებრივისთვის მაინც კარგი უნდა და რაღაცა მისთვის ეს არის რაღაცა დროებითად გაჩენილი რაღაცა ანასხლეტები, საბჭოთა ანასხლეტები, რომლებიც კაი იყვნენ ბუფერები რაღაცა პერიოდის ამამდე მე ზედა სტრატეგიული მას არ გამონახა და როდესაც ევროპას დავამარცხებ უკვე ჩემ ცენტრში ისინი თავისით მოვლენ, ესე არის მისიის და ლოგიკაც არის, ეხლა თუ ევროპა დაამარცხა და თუ მართლა ის გახდა სხვაგას აწახვალ პრინციპში. ეს იქნება თავარი ისა, რა ქვია, ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს დრო, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება და ისე ლაგდება გეოპოლიტიკა ჩვენგან დამოუკიდებლად. აგერი ირანის კონფლიქტმაც აჩვენა ეს, რომ ეს პატარა ძარღვი, როგორცაც ქვია, სამხრეთ კავკასია ძალიან დიდ როლს ითამაშებს ამომავლად. მე 2 დღის წინ უსმენდი ერთ-ერთ რუსულ ტოქ-შოუს და ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მე მივხვდი, რომ ამაში რაციონალური საფრთხე დაინახეს რუსმა ანალიტიკოსებმა და თქვენს ასეთი რა. ფაქტია, რომ გულშემატკივრობენ ირანს, რომ არ უნდათ, რომ გაიმარჯვოს ამერიკამ და იქ დაამყაროს ამერიკული წესი, მაგრამ იქვე თქვენ ეს, რომ ჩვენ არ დაგვავიწყდეს. თუ ირანი ჩამოყალიბდება როგორც რეგიონალურ ძალად, ის არ დაკმაყოფილდება მხოლოდ ბაჰრეინით და არაბეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი ნაწილით, ანუ მიხვდი ხო ხარ იქ ისტორიულ მიწებზე მიდგა საქმე, რომ კუვეიტი ერაყის იქნება და ერაყის შიიტური ნაწილი უხელმძღვანელებს ერაყს, რაც გავლენის ქვეშ იქნება ირანის და მოკლედ ეს მიმოხილვა იყო, რაშიც ბუნებრივია ძნელი არ დაეთანხმა, იმიტომ რომ თუ დარჩა ირანი, ამას განახორციელებს ბუნებრივია, მაგრამ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ირანის განვითარება დაიწყება ჩრდილოეთ მიმართულებით და აქ ახსენეს ზუსტად სამხრეთ კავკასია და შენ კარგად იცი ისტორია, ზედმიწევნით კარგად და მე და შენ არაერთხელ გვისაუბრია აღმოსავლეთის, ახლო აღმოსავლეთის თემებზე და როგორ ფიქრობ? აი ესე თუ დადგა შედეგი, როგორც ირანს აწყობს, რა შეიძლება ამას მოყვეს ირანის ჩრდილოეთის განვითარება? ანუ კასპიის ზღვაზე გავლენების გაზრდა, სამხრეთ კავკასიაში ინტერესები, სომხეთი რო ახლა მათ ჭირდებათ როგორც ბალიში ბუფერი, ეს ფაქტია. აი შე როგორ ფიქრობ? ეს საფრთხე რუსებისთვის დანახული, რაც რუსებმა დაინახეს. საფუძვლიანია. ერთი კონტექსტი ავიღოთ. კავკასია და ის თავარი მოწინააღმდეგე ირანის იდეოლოგიურად სხვა მიზეზების გამო და ეხლა უფრო მეტად არის ისრაელი. ანუ მისი გეოპოლიტიკური, გეოგრაფიული ესე იგი ინტერესი არის და მისი სამხედრო პოტენციალი როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ისა და როგორი ფანატიკური მოსახლეობაც არ უნდა ყავდეს და ასე შემდეგ. მისი ძირითადი ძალა ეს არის და მიმართულება ეს იქნება ისრაელთან მიმართებაში. ისრაელი ხა ნეთანიაჰუს კი არ ვამბობთ ამას, მაგრამ ფაქტია დიდი ისრაელის პროექტს ქმნიდა. ის რო ვერ გამოუვიდა ეხლა და მაგრამ პრინციპში ეხლა რასაც აკეთებს ეგ ეთნიკური წმენდა. ლიბანს გულისხმობ, ხო, არა მარტო პალესტინას. ხო, ლიბანს გულისხმობ პირველ რიგში. ისაც ეხლა ეთნიკურ წმენდათა ის დეპარტაციების ეთნიკური წმენდის კვალიფიკაცია აქვს და მაგიტომ მარტო გენოციდი არ არის ეთნიკური წმენდა. ესაც ფაქტია, რომ ეს არის დიდი ისრაელის შექმნის მცდელობა. უბრალოდ იცი რა არის? ისრაელზე აქ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რა. რაც სხვა დანარჩენებს არ აქვს. მისი ტერიტორიული გაზრდა წარმოუდგენელია ეთნიკური წმენდის გარეშე. რაც არის პრაქტიკულად ისეთი პრობლემური საკითხი, იმდენად პრობლემური საკითხი, ანუ მისი ექსპანსია რო იყოს ისეთი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრაცია მას შეეძლოს, არ შეუძლია მაგას ესეთი რაღაც. სხვანაირად იქნებოდა. ამიტომ ანუ სურვილი და გეოპოლიტიკური რეალობა ერთმანეთს ცდება. გაცდენილია. ამიტომ ყველანაირი აი ხშირ შემთხვევაში აი ესეთი
ინჟინერიას რო იწყება, ეთნიკურ ინჟინერიას სადაც იწყება, მე არ მინახავს სოფლიო ისტორიაში, სადაც კატასტროფათა ტრაგედია არ მოხდარა. სადაც ვიღაცას ეგონა რომ იქ ეს ხალხი არ მოცხოვრობდეს და ეს ხალხი მოცხოვრობდეს, არა, იქ ეს იყო ჩვენი ისტორიული მიწა და იქ ესე იწყებს ლაპარაკს, იქ ესე იგი დიდი ტრაგედია იწყება ხოლმე. ეს ისრაელიც უნდა თუ არ უნდა, მან უკვე გამოიწვია დიდი ტრაგედია სოფლიოში. ეხლა ერთადერთი როლი და ამაზე ჩემ გადაცემაშიც იყო საუბარი მილენიალში, როდესაც კობერიძე მყავდა, დავით კობერიძე, იმას თქვა, რომ რა შეჭირდება მეთქი მაგალითად. საინტერესო გადაცემა. შიიტურ სახელმწიფოს რა შეჭირდება ეგ პალესტინელები, სუნიტი პალესტინელები. არა, ლოგიკა არის ის, რომ ირანის აქვს ესეთი ლოგიკა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ისლამური ცენტრი, ისლამური დამცველი ცენტრი, სამყაროს ცენტრი და პალესტინა არის აი ამ მნიშვნელოვანი საყრდენი. იმის მიუხედავად ისინი შიიტები არიან, ისინი კი სუნიტები არიან. და ეს მომენტი ამ მომენტს არ შეცვლიან ესენი. ეს არ არის ხალხი, რომ მაინც და მაინც ესეთი ვაჭრულ პრაგმატულად ფიქრობდეს. მაგიტომ არის, რომ ამიტომ ეს პრობლემა ძალიან ესე იგი ჩვენთვის სასარგებლო არის იმ გაგებით, ირანელების ინტერესი არ იქნება ჩვენ კავკასიისკენ ის ორიენტირებული და კავკასია იქნება მხოლოდ ეკონომიკური და სავაჭრო გზების განეხილება. მე არ ვიცი ხა ისინი თუ მართლა მოახერხებენ ისრაელის დამარცხებას და მართლა თუ სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდებენ, მე უკვე ირანის ისტორიიდან გამომდინარე ყოველთვის მოდის ხოლმე კავკასიაში ეს სახელმწიფო. და ამიტომ მე ესე იგი ისრაელის პოლიტიკის მომხრე ნამდვილად არა ვარ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის ამ რეგიონში როგორ ყალიბდება პოლიტიკა და ძალიან კარგად მესმის, რომ ისრაელი თავის ნეთანიაჰუს გიჟური პოლიტიკის მიუხედავად, რაც უფრო დიდი ხანი დააკავებს ირანს აი ამ კონფლიქტში, ჩვენთვის, ქართველებისთვის და კავკასიელებისთვის იქნება უკეთესი ეს. ეხლა მეორე საკითხია, რა პლუსები არის ამით. ფაქტია, რომ ჩინეთის უკან არის, ირანის უკან არის ჩინეთი. ფაქტია, რომ ის მოითხოვს უფრო მეტი ნავთობი ეყიდება ეხლა ირანს, ვიდრე ეყიდებოდა ემბარგომდე, ამ კონფლიქტამდე. ფაქტია, რომ ამ კონფლიქტის შემდეგ თუ ამერიკელები გავა, რა ემბარგოზე, აი ვიღა დაიცავს ამ ემბარგოს, აი მითხრას ვინ შეძლებს ამ ემბარგოს ფიზიკურად დაცვას. ვინ არის ამის გარანტორი? მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონფლიქტში, რა თქმა უნდა, გამარჯვებული არის ჩინეთი. ცალსახად გამარჯვებული არის ჩინეთი არის გამარჯვებული. პრინციპში აი ლოგიკურად რო აიყო, აი მე წარმომიდგენია ტრამპს რაც უთხრეს დაახლოებით და ეგ სწორი უთხრეს, რომ ირანის დამორჩილებით ჩინებს ეკეტებათ ლოჯისტიკური გზა აფრიკისკენ, ჩინეთს ეკეტება გზა ყველანაირი ნავთობისკენ, ერთადერთი რუსული ნავთობი რჩება და მე უკვე რუსეთზე ზეწოლით ჩვენ ჩინეთის დამორჩილებას შევძლებთ. და ეს გასაგები იყო აბსოლუტურად გეოპოლიტიკად, მაგრამ შეკითხვა ხონდა დასვა, როგორ უნდა მოახერხოთ ეს? ეს უკვე მეორე საკითხია, როგორ უნდა მოახერხოთ და ვერ მოახერხეს ეს. მე მესმის, ტრამპმა რატომ დაიწყო, რა მიზეზები? ხო, ეგ არაა ჩემთვის რაღაც ესეთი ამოხსნელი პირიქით. ამიტომ საბოლოო ჯამში მე იმის თქმა მინდა, რომ თუ კი, აი ჩვენ რეალურად პარადოქსული რაღაცა გვაწყობს. ჩვენ გვაწყობს ირან ევროპის ვაჭრობა, საქართველოს. და ირან თურქული სამყაროს მტრობა. თუ ეგ სურვილების დონეზეა. ეგრე შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ესეთ შემთხვევაში საქართველოს ემატება მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი. საქართველოში შემოვიდა, ეგ შევნადის დროსაც იყო ეს მომენტი, რომ ქარხანა უნდა აშენებული იყო ირანული. წარმოიდგინე ეს ქარხნების საკითხი იყო. ქარხანა უნდა აშენებული იყო ირანული საქართველოში. და მე საქართველოს რისი მე არ მახსოვს, დიდი ხნის ამბავია. მე პეტრე მამრაძე მყავდა გადაცემაში და რომ შევნადის დროს ჩამოვიდა ირანული დელეგაცია, ქარხანაზე იყო საუბარი, ეს იყო ნავთო გადამამუშავებელი ქარხანა და იყო კიდე
მე მგონი ტანსაცმლის ქარხანა იყო და თავი ლოგიკა რა არის რა რომ ირანულ ნავთობს ქართული ნავთობი არ ქმეოდა და გავიდოდა ევროპაში ან ემბარგოს იმის და რეალურად აქ შედარებით საწარმოები გაჩნდებოდა რა საწარმოები გაჩნდებოდა ხალხი დაწაკდებოდა რაღაცა ის გაჩნდებოდა და ამერიკიდან მაშინ იყო საკითხი რომ სოფლიო ბანკს კი უნდა შემოსულიყო და არა და ამერიკიდან მოვიდა უარზე რომ მოვიდა ნუ ჩვენ მაშინ კუპონიზაციის პერიოდი არის გვჭირდებოდა მართლა სოფლიო ბანკის შემოსვლა იმისთვის რომ ფინანსური ელემენტი მოგვეგვარებინა მოკლედ ირანთან ურთიერთობით ინდუსტრიას კი არ ვითარებდი, მაგრამ არ გექნებოდა ფინანსური ინსტიტუტები გამართული და ფინანსური კოლაფსი გექნებოდა, კუპონიზაცია გაგრძელდებოდა და წინამდე შემთხვევაში ინდუსტრიებს მოშლიდი და გექნებოდა ფინანსურად გამართული სისტემა. ქართულ მხარემ აირჩია, ეს რაც აირჩია. ანუ ფისკალური ეფექტი დაიკმაყოფილეს რა. დაიკმაყოფილეს, კი ბატონო, ხო. ეს გასაგები, აბა სხვა ვინ შემოვა, აი ვიღაცა მითხრას ჩვენ ინდუსტრიაში სხვა ვინ ჩადებს ფულს. ნუ ერთი თურქეთია და ეხა ჩვენ კარგად ბუნებრივად მივედით კიდე ერთ დიდ მოთამაშემდე რეგიონში. აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნუკრი. თურქეთის ის განცხადება. იცი ალბათ ხო, რომ ისრაელთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. რა არის ეს? ეხა თურქებმა დაიწყეს უკვე ესეთი ვერბალური ავანტიურების კეთება. არა, მე ეს არა ახალი. ნუ შენ ფიქრობ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. ეს არა ახალი კაცო, ეს ვერბალური დაპირისპირება ერდოღანს ოდითგანვე ქონდა ეს. ეს მისი დიდი ხნის პოლიტიკა. ესეთი ამ მსგავსი განცხადების ტოლფასი მე არ მახსოვს. ნუ რო შერაცხავდა ეშმაკა და ასე შემდეგ, კი, მაგრამ ესე რომ ჩვენ ახლა სამხედრო ძალით და რა მთელი ამბები. ხო, ეგ აქამდეც იყო ღაზას კონფლიქტი რო დაიწყო და ეს აქამდეც ქონდა ეგ განცხადებები. მე ერთი რაღაცა უნდა ითქვას რა, ისლამურ სამყაროში სამი ძალა ისლამურ დომინაციისთვის იბრძვის. ერთი არის საუდის არაბეთი, არაბული სამყარო. იმ საუდის არაბეთს თავისი კონკურენტი ყავს ემირატების მონარქიის სახით და თუ დააკვირდებით საუდის არაბეთი აკეთებს აქცენტს სახელმწიფოებზე, ემირატები აქცენტს აკეთებს სეპარატისტულ რეგიონებზე. და ერთმანეთთან კონფლიქტში არიან. ნუ კონფლიქტში იმ სახით ისეთი ის არ არის როგორც მაგალითად ირანთან მიმართებაში, ირანი უფრო სხვა სახის კონფლიქტია, მაგრამ შიდა კონკურენცია არსებობს. მეორე ეს არის ირანი, შიიტური ნაწილი და უკვე ვისაუბრეთ ირანზე რაც უნდა. მესამე ეს არის თურქეთი, როგორც ისლამური სამყაროს გამაერთიანებელი. თურქეთში არის ორი პროექტი. თურანის პროექტი, თურქების ერთობის პროექტი და ისლამის პროექტი, ისლამში ლიდერობის პროექტი. ერდოღანი ორივეზე თამაშობს. პალესტინელები მას ჭირდება როგორც ეს მომენტი და მეორე თავარი პრობლემა არის ის, რომ ისტორიულად არაბულ სამყაროს აღარ უნდა რომ მეტი თურქული დომინაცია იყოს ისლამურ სამყაროში. ოსმალურმა იმპერიამ ჩვენ ხო საუბრობთ იმაზე, რომ რას მძიმე იყო ოსმალობა საქართველოში. თქვენ თუ აიღებთ ისტორიას და ნახავთ გენოციდურ ელემენტებს, თქვენ ნახავთ, რომ ოსმალებმა გაცილებით დიდი გენოციდი მოუწყეს არაბებს, დამასკოში, სირიაში და ასე შემდეგ, ვიდრე ქართველებს. ქართველებთან გენოციდი ესეთი არ ქონია, ირანელებს ჰქონდათ. ქართველებთან მონათოვაჭრობა იყო, მაგრამ აი ესეთი გენოციდი და რაღაცები ეს ჰქონდათ არაბებთან. ამიტომ არაბებს ძალიან კარგად ახსოვს და ძალიან მძიმედ ახსოვს თურქული ოსმალური დომინაცია. და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ არ იყვნენ თურქები, ესე იგი, კვლავ არ გახდნენ ისლამური სამყაროს ლიდერები, როგორც ეს იყო აქამდე. აქედან გამომდინარე, ჩდება ისლამურ სამყაროში პირველობისთვის, რა თქმა უნდა, პარალელურად დაპირისპირება და სამივე საუდის არაბეთი ჯერჯერობით ხმას არ იღებს, მაინც და მაინც ხმამაღლა, მაგრამ სამივეს მოუწევს ასე თუ ისე პალესტინელებზე კონცენტრირება. ირანი ამას აკეთებს, თურქეთი ამას აკეთებს. პალესტინელებზე კონცენტრირება აკეთებს ყველა ვინც საუბრობს, ვისაც აქვს ამბიცია ისლამურ სამყაროს პირველობას. ამიტომ ისაც ხედავს რომ ეს წარმოვიდგინეთ ამერიკული ახლა ყველა ხომ ამას ელოდება რომ ამ კონფლიქტის შემდეგ ამერიკის გავლენები ამ რეგიონზე სერიოზულად სუსტდება. ნულამდე არ დადის, რა თქმა უნდა.
მაგრამ ის ისეთი არ იქნება, როგორც ამ ომამდე იყო. ეს ფაქტია. და ეხლა უკვე ეს მოლაპარაკებებზე რაც იყო, აი სასწაული რაღაცები მოხდა, ხო ის ჯერ პაკისტანს რო უთხრა, პაკისტანი რო ყოფილიყო შუამავალი, მერე ესე იგი რომ ირანელებს თვითონ წამოეყენებინათ. ეს მოლაპარაკებები, თვითონ ირანელებმა ეგრეთ წოდებულ ჟარგონულ ენით რო ვთქვათ, გააბაზრეს ეგ თვითონ და აჩვენეს რომ პირიქით ამერიკელებს უნდათ ეს და ყველა ის პუნქტი რაზეც ახლა საუბარი არის უარესი, ვიდრე ეს თავიდან იყო. ყველა პუნქტი არის გაცილებით უარესი, ვიდრე ეს თავიდან იყო. ეს ხო რაღაცას ნიშნავს, ეს ხო ნიშნავს იმას, რომ თუ კი ამერიკა გავიდა, ვინ რჩება რეგიონი, ვინ უნდა იყოს რეგიონის მმართველი. ერაყი აღარაა სახელმწიფო. ანუ ნახეთ, ერაყი ირანის დაქვემდებარებაში იქნება ყველა. ხდება უამრავი ზონა, კონფლიქტური ზონა და ეგზისტენციალური საკითხები ხდება. მაგალითად, ქურთების საკითხი. თუ ისინი გადიან თუნდაც ირანელების შემდეგი შეკითხვა და კარგად მიხვედი თავად. თუნდაც ირანელების ხელში აღმოჩნდეს ეს ქურთული საკითხი. თუნდაც ირანელებმა მიცემს ქურთებს ის რაც ქურთებს უნდათ, ხო? ფართო ავტონომია და ასე შემდეგ ირანის შემადგენლობაში. ხო? სადაც ქურთული კულტურა ისა გაშლილია და ყველაფერი რაც უნდათ თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ისმაილი სეფიანთა ირანის წარმომადგენელი ქურთი იყო წარმომავლობით და ასე შემდეგ ამებს თუ გავითვალისწინებთ თუ კი ირანი იქნება ის სახელმწიფო სადაც ქურთები არიან არა მეორეხარისხოვანი ადამიანები არამედ სრულფასოვანი წევრები და ეგრე არის ხო ეს თურქეთისთვის ძალიან დიდი პრობლემაა ეს მე განაცხადება დიდია ეგ ნაღმია ჩათვალე რა თურქეთის ამიტომ თურქეთი ამერიკის გასვლით რეგიონიდან არ რჩება ნეიტრალური ვერ დარჩება ის უნდა იყოს პროაქტიული უნდა იყოს სამხედრო თვალსაზრისით ამიტომ რეგიონში რჩება ძალები რომლებსაც აქვთ დიდი სამხედრო პოტენციალი მაგრამ მე ხარ წარმომიდგენია რომელი შეიძლება ამ სამხედრო ძალებიდან იყოს მაინც და მაინც ისეთი ერთპიროვნული მართველი. ისტორიულად ჩვენ ხედავთ რომ როდესაც თურქეთი და ირანელები ერთმანეთს ეომებიან, როგორც წესი ეს ომები დიდი ხანი გრძელდება და როგორც წესი მაინც რაღაცა საზღვარი ჩდება, სადაც არც ერთ არ აქვს ესეთი მნიშვნელოვანი უპირატესობა. უფრო მეტად ოსმალებს ჰქონდათ უპირატესობა ვიდრე ირანელებს, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში, მაგრამ ამას კიდე ერთი ემატება ესე ისრაელი. ხა ყველაზე სუსტი მოთამაშე აქ ესაც უნდა ითქვას, არის ისრაელი. იმის მიუხედავად რომ ხა ყველაზე ხისტად, ყველაზე კარგად მოჩანს ისრაელი საკუთარ სამხედრო პოტენციალში. ისრაელის არ აქვს ის რაც ჭირდება ამ დიდ ომს, ხანგრძლივ ომს, ეს არ აქვს. ისრაელი არა დამოუკიდებელი, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს. ირან შეუძლია ეს. ანუ ამერიკის დახმარება რო არ კონდეს ისრაელი არ არის ეს დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. ეხლა მე მაქვს ერთი ეს თეორია. არ ვიცი ეგ ნამდვილია თუ არა, რატომ არის ესეთი აქტიური ეთანიკა. მე მგონი ებრაელებს და ისრაელის წარმომადგენლებს ჯერათ ესე რომ ტრამპი არის უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელიც ესე ბრმად, ესე იგი ხარდაჭერას უცხადებს ისრაელს. თითქოს ბოლო შანსი აქვს თავის გეგმები განახორციელოს. ხო და მაქსიმალური მოსწრებაზე არიან, და ის ჩანს რომ მაქსიმალური მოსწრებაზე არიან და ვერაფერს სხვას ვერ აკეთებენ. ანუ სხვას რას ვამბობ, ანუ დროში გაწელვის პოლიტიკას არ იყენებენ. აი დროში გაწელვის პოლიტიკა ვის ხელშიც არის, საბოლოოდ ის იმარჯვებს. ყოველთვის ეგრეა. ხო და ირანელებს აღმოაჩინეს ეს დროში გაწელვის პოლიტიკა და აჩვენეს რომ ამით შეუძლიათ ხების დამარცხება. კი, გეთახმები, იმიტომ რომ არ არის მარტო ბენიამინ ნეთანიაჰუს мотиваცია ის რომ ღია საქმეები აქვს კორუფციაზე და რაღაცა. კი, ესეც განაპირობებელია, მაგრამ ამის გულისთვის ნამდვილად არ იომებდა. იმის თქმა მინდა რომ ეს არ არის ძირითადი მოტივი არის ის რაც შენ თქვი რომ აი ამ პანჯალას ხედავენ რა 28 წლამდე. პაქს იუდაია, როგორც ჩანს, ახლა რასაც ვაკვირდები, თუ ლოგიკურად ავიღებთ რა, ანუ რაც მიმდინარეობს, რა უნდა იყოს პაქს იუდაია. ანუ პაქს იუდაია წარმოდგენა არის ესეთი, რომ ამერიკელების გასვლის შემდეგ ამ რეგიონს
ესე იგი ისრაელი უნდა აკონტროლებდეს ეს ერთი და რის ხარჯზე უნდა აკონტროლებდეს. ესე იგი ადგილობრივი მოსახლეობა ლოიალური პრული არის ყველგან ისრაელის, ყველგან აბსოლუტურად, მაგრამ რჩება ერთი ისა, ეგრეთ წოდებული კოზირი. ყველა ეს დიდი კომპანია, რომელიც ხელოვნური ინტელექტთან არის დაკავშირებული, გადადის ისრაელში. და თუ კი დასავლური ხელოვნური ინტელექტის ცენტრი იქნება ისრაელი, ეს არ ვიცი რამდენად სწორია და რამდენად ისია, მაგრამ მიიჩნევა რატომღაც ეხლა, რომ ის ვისაც ექნება ხელოვნურ ინტელექტში უპირატესობა, ის იქნება დომინანტური სახელმწიფო. და მე მგონი ისრაელი თავად აქცენტს აკეთებს სწორედ ამაზე, რომ ისრაელი იქცეს ხელოვნურ ინტელექტის ცენტრად და ამით აჯობს. ეხლა როდესაც შენ არმიას, რომელიც უკვე საუბარია რომ 10 წელიწადში ეს არმიები იქნება რობოტიზირებული და 10 წელიწად უკვე შენეთმა დაიწყო რობოტიზირებული არმიის შექმნა და 10 წელიწადში იქნება რობოტიზირებული. ის ვისაც უკეთეს ხელოვნური ინტელექტი ექნება, ის ჯარი იქნება გაცილებით უკეთესი. ხო. მე ხა 28 წელი ვახსენე, მაგრამ 28 წლამდე ვერ მივა. ისრაელს ფანჯარა აქვს შემოდგომის არჩევნებამდე, იმიტომ რომ დიდი ალბათობით რესპუბლიკელები დაკარგავენ კონგრესს და დაფინანსების გარეშე ამერიკელები ვეღარ დაეხმარებიან უკვე ისრაელს. არ მგონია უბრალოდ. ხო, ეს სხვადასხვა ადრე მეგონა რომ დემოკრატები უფრო ისე იყვნენ, მაგრამ ეხლა რო უყურებ თუნდაც რო უყურებ ბაიდენის მიერ გადადგმულ აბიჯებს. ბაიდენი საკმაოდ ზღუდავდა, ესეც უნდა ითქვას, ისრაელის ამბიციებს. და არც უკრაინას აუმებდა, ხო გახსოვს? იარაღს რო აწვიდნენ ეს ზომიერად. ხო და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წარმოდგენებში ეხლა რაღაცეები ცოტა იცვლება, იმიტომ რომ ჩვენ წარმოდგენებში ეს ტრამპი იყო ცოტა ესეთი აი ეს ტიპი რომელიც აი ამ ისრაელის გავლენებისგან განთავისუფლებდა და აღმოჩნდა პირიქით აბსოლუტურად პირიქით ბაიდენი გაცილებით ის აღმოჩნდა ისრაელთან მიმართებაში საკუთარი ქვეყნის ინტერესების დამცველი ვიდრე ტრამპი. შენ გახსოვს ობამას მეორე პერიოდში ფაქტობრივად ისრაელთან კომუნიკაცია არ ჰქონდა პირველ პირს. და ნეტანიაჰუ ობამას არ შეხვედრია კადენციაზე დროს. და ხა რასაც ვაკვირდები კი, ესე იგი დემოკრატები, მაგრამ საინტერესოა აი საიდან გაჩნდა მაშინ ეგ დემოკრატებში ეს დეგენერატული ლიბერალური პარადიგმა, რომელიც პრინციპში მოდი კი არ არის ეს სათქმელი და არ შედის ეს კორექტულობაში, მაგრამ ვისი შექმნილიცაა, რა ჯგუფების შექმნილიცაა და რომელ ტელევიზიებიც უწყობენ, ხალხს ყველამ კარგად ვიცით, ხო? ვის ხელში არის ეს ტელევიზიები, ხო? საიდან გაჩნდა ეგ დემოკრატები, არ შეჭirdებოდათ ეს? ანუ ლოგიკურად ხო, ლოგიკაში არ ჯდება, გეთახმები. ლოგიკაში ვითარებაში არ ჯდება. მეორე ხა რას ვაკირდებით, იცი რომ ეს ნეთანიაჰუ ძალიან მარტივად იტყუებს აი ამ ტრამპისტულ ტიპებს, ცოტა დებილ კონსერვატორებს რა. ეგ ორბანის ძალაც ის იყო და ესაც იყო. ანუ გამოდის რომ ეს ეგრეთ წოდებული, რა ვქვია, ტრამპიზმი საბოლოოდ ემსახურება აი მაგათ ინტერესებს. არ ვიცი რამდენად საჭიროა ამის ხმამაღლა თქვა, მაგრამ ნუ ეს არის ძალიან ზედაპირული დაკვირვება, მეგობრებო. ხო, ნუ ბუნებრივია ჩვენს აზრს ვამბობთ. ხო, გამომდინარე იქიდან რაც თეთ სახში ხდებოდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში სხვა რა აზრამდე უნდა მიხვიდე. მე სხვა აზრამდე ვერ მივდივარ. მიუხედავად ჩემი კიდევ ერთხელ უნდა თქვა ტრამპის მხარდაჭერისა. ანუ ყოველ შემთხვევაში 24 წელს მე ასე ვფიქრობდი. არა, ნახე მე ტრამპს ყოველთვის აი მოდი ეს გავმარტოთ, რომ გასაგები იყოს. ტრამპი ამ შემთხვევაში იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო ლიბერალური კულტურული პოლიტიკის მოშლის. ანუ ჩვენ ეს ამ კულტურული პოლიტიკის მოშლა გვინდოდა. ეს ეს რაღაც სიგიჟე, რომელიც რაღაც მაგ სექსუალურმა საკითხებმა და სექსუალური უმცირესობის საკითხებმა მოიტანეს, ყველა გრძნობდა რომ ეს ადრე თუ გვიან მის ოჯახს, მის შვილს შეეხებოდა. კი. ეხლა ეს ფანტაზია არა, რომ თვითმოტყუებაში უნდა იყო, რომ ეს უარყო. თუ ამერიკაში იწყება ეგეთი რაღაცა, შეთანაც შეიძლება დაგვიანებით, მაგრამ მე შემოვა. იმიტომ რომ პაკეტებით მოდის. აქედან გამომდინარე,
ეს ტრამპის არჩევა და განხარება ტრამპიზმით იყო არა იმის განხარება რომ მე გეოპოლიტიკური ისინი მიხარია იყო იმის განხარება რომ მე ჩემი შვილი დავიცავი აი ეგ იყო მაგრამ ეხლა არის მეორე ნაბიჯი ეხლა არის უკვე საუბარი არა იმაზე რომ სკოლაში ვინ შემოვა და ვინ ასწავლის ჩემს შვილს და რას ასწავლიან სო მორჩა ეგ დაიხურა ეს საკითხი დაიხურა ეს შემდეგი ნაბიჯზე უნდა გადავიდე ეხლა არის უკვე გეოპოლიტიკური საკითხი და ის რასაც გეოპოლიტიკურად ეს კაცი აკეთებს არის სიგიჟე არის ყველანაირი გაგებით და ეს სიგიჟე გტოვებს რაღაც ისეთ გარემბოცვაში სადაც აი რა ვიცი მართლა მონსტრები არის ახლა ვიმას თუ გორია რომ ირანის მართლობის ქვეშ ყოფნა რამე სიკეთეა ღმერთმა დაიბაროს ილუზიებში არავინ არ იყოს რა ამის მე მგონი მაგ ილუზიებში არც არავინ არ არის მე მგონი ან თურქების გავლენის ქვეშ ან ვიღაც საშინელება აი ყველა ეს არჩევანი რაც გვაქვს ყველა რუსების გავლენის ქვეშ ყოფნაც საშინელება ეხლა უკვე ხო ანუ ის რაც სადაც რუსები ესე იგი აი ყველა ვართ აი საბჭოთა ინერციის ელემენტზე რომ აი რუსებზე უფრო სხვა დამოკიდებულება საბჭოთა კავშირი იყო პროექტი იყო სადაც რუსების გარდა რუსულ სამოძერჟავის გარდა ეთნიკური უმცირესობები ეგრეთ წოდებული ნაცმენშესტვები ქმნიდნენ სტალინმა შექმნა ეგ პროექტი და ამიტომ იღებდი 4ჯერ მეც ვიდრე შენ ესე იგი მოიხმა ის აწარმოებდი ეხლა ეგრე არ იქნება შენ დიდი ალბათობით შენ არის ქვეყანას მოვა რაღაც კადიროვიზაცია და რაღაც მსგავსი რაღაც არ არის კადიროვიზაციაში ცხოვრება კარგი ეს არ არის შენი შვილების შენი საზოგადოების განვითარებისთვის კარგი ეს არის დეგრადაცია პირდაპირ თქვა ეს არის დეგრადაცია დიდი ალბათობით ასე მოხდება და ამიტომ ჩვენ უნდა გამოვნახოთ ის საყრდენი წერტილები სადაც და ეგ უნდა გვესმოდეს რა გვინდა ჩვენ ეგ დღემდე არ გვესმის დღემდე არ აქვს წარმოდგენილი ჩვენ საქართველოს არ არის წარმოდგენილი და ანუ ყველაზე ის ბანალური ტიპის რო შეხვდება რაღაცა სიტყვის მართლმადიდებლობა სიტყვის რაღაცა იმ მსგავს სიტყვის მაგრამ რა არის ეს ანუ რაში გამოიხატება რა ინსტიტუტები უნდა არ შეიძლება ეს ზედაპირული იყოს ხოლოდ ეს რაღაც სურვილები და სადღეგრძელოს დონეზე იყოს მართლა რა ეს უნდა იყოს კონცეფცია მართლა უნდა დაიწყოს რაღაცების წერა მართლა უნდა ამდენი ინსტიტუტია უფუნქციო აბსოლუტურად წლების განმავლობაში ფუნქცია წაართვეს რა ფუნქციას პოლიტიკა აძლევს რა აი თავისთავად ფუნქცია არ აქვს იქ ისტორიის ინსტიტუტია იქ ლიტერატურის ინსტიტუტია იქ რაღაც დააწერინე ამ ხალხს რაც შეიძლება ბევრი რომ რაღაცა ჩამოყალიბდეს ეს რაღაცა ცოცხალი ის შექმნა რომ რაღაც საყრდენები შექმნა ბიჭო აი შუა საუკუნეების პერიოდი რა თქმა უნდა არ ერგება თანამედროვეობას მაგრამ ყოველთვის ამას ვამბობ დაიწერა შუა საუკუნეებში დავით აღმაშენებლამდე სავარაუდოდ ბაგრატ მეოთხეს პერიოდში რამოდენიმე ტექსტი დაიწერა ლეონტი მროველის თარგამოსიანთა მითი ხო საიდან მოვდივართ რომ ეგ თარგამოსი და ეგ იმპერიული მითია რომ ის რა ქვია კავკასიელები ერთნი ვართ ეს იმპერიული მითია რომ საფუძვლად უდევს რომ ერთიანი კავკასია უნდა შექმნა დაიწერა სუმბად დავითის ზემ დაწერა ბაგრატიონი გვარის ბაგრატიონების ღვთისმიერებაზე რომ ბაგრატიონები არიან ქრისტეს ნათესავები დაიწერა ოქროპირის რაღაც ისე ქებაი და დიდებაი ქართულსა ენისაი სადაც ქართული ენის მესიანიზმზეა საუბარი დაიწერა უამრავი რამე დაიწერა მერჩულეს გრიგოლ ხანძთელი სადაც ქართულების კონცეფცია არის ბიჭო ამ ყველა ფერმა შექმნა ის დავით აღმაშენებლის პოლიტიკური სახელმწიფო იდეა ეს არის დავით აღმაშენებელს არ დაუწერია თვითონ დავით აღმაშენებელმა უკვე დაწერილზე მოარგო იხელმძღვანელა ბიჭო გააკეთე ეგ შენ არ გამოვა ტრამპიზმი არ გამოვა საქართველოში ტრამპიზმი ამერიკაში აღარ გამოდის და საქართველოში რატომ უნდა გამოვიდეს ჩვენ გვჭირდება მართლა გვჭირდება ის რომ აი ეს პოლიტიკა აი რუსებმა ძალიან სწორად გააკეთეს რა და რა გააკეთეს სწორედ ეხლა ესაც უნდა თქვა და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ რუსები ერთდროულად იყენებენ სტალინს ნიკოლოზ მეურეს ესე იგი პეტრესაც და ყველას იყენებენ ანუ იმ ადამიანებს იყენებენ ვინც პოლიტიკურად ერთმანეთს ებრძოდა ლენინს და იმას
და რას აკეთებს საბჭოთა სიმბოლიკას იმპერიალური რუსეთის რატომ? იმიტომ იყენებენ რომ მათ ისტორიაში არჩევნებს აყენებენ ესა თუ ის ორივე ჩვენია აი მაგას აყენებენ. ეხლა შენ მთელი შენი ესე იგი ისტორია შემოიყვანეს ეგ ტრები დაყოფა აბა აირჩიე ილია ჭავჭავაძე თუ ორბელიანი აბა აირჩიე ისა თუ ეს ნოე ჟორდანია შეიძლება არ მოუწოდეს მაგრამ ისაც უნდა იყოს აი ეს ერთიანობის ნაწილი. სტალინთან მიმართებაშიც ვიტყვი. არ შეიძლება ამაზე დაყოს საზოგადოება. რებრენდინგი გააკეთეს სტალინის. აქცია ქართულ სიმბოლოდ. სხვა სახე მიეცი. გასაგებია რომ ისტორიული სტალინი ყოველთვის სხვა იქნება, მაგრამ ის სტალინი, რასაც ლიბერალები ებრძვიან, ესაც ლეგენდაა და ის სტალინი, რასაც სტალინისტები იცავენ, ესაც ლეგენდაა. ამის მიუხედავად რებრენდინგი მოახდინა და აღარ ქონდეს მაგაზე ჩხუბი და ვაი ამბავი რა. აქცია შენ სიმბოლოთ აქცია, შენ კულტურული გავლენის ელემენტად აქცია. დაანებეთ თავი შენ ისტორიის დაყოფად. აქცია ერთი ნარატივი შექმნელი, ერთი დიდი ნარატივი შექმნელი, სადაც ყველა ქართველი მაგარია, ყველა ქართველი ძლიერია, ყველა ქართველს უნდა ვიამაყოთ და ასე შემდეგ. აი ეს შექმენი, სადაც ქართული პოლიტიკოსები იმას კი არ აკეთებენ, სულ დაყოფაზე კი არ არიან ორიენტირებული რა. ლიბერალები რას აკეთებენ? ყოფდნენ ამ საზოგადოებას. ისტორიულ ნარატივებით ყოფდნენ, შენ იმისკენ ახარ თუ ამისკენ ახარ. დაანებთ შექმენით ეს ერთიანი. უკვე მორჩენილია ეს შიდა დაყოფები და ეხლა არის საჭირო ინტეგრაცია. ჩვენი დადებითი უარყოფითი ინტეგრაცია ის უნდა მოახდინოთ, ჩვენი ისტორიის ინტეგრაცია. რომ შეიქმნას ერთიანი ნარატივი, სადაც შენ აღარ გიწევს არჩევა რა. ორბელიანის კაიკაცია და ილია ჭავჭავაძეს კაიკაცია. ილია ჭავჭავაძეს კაიკაცია და ნოე ჟორდანიას კაიკაცია. იმის მიუხედავად რომ შეიძლება პირადი შეხედულებები აბსოლუტურად სხვა მქონდეს. ისაც კაია და ესაც კაირგია. დაანებეთ მაგ იმას დაყოფას და შექმნათ ეს ერთიანი რაღაცა ფუნდამენტი, სადაც ადამიანები კი არ კამათობენ, ადამიანები ერთმანეთს ნახავენ. იმ სტალინთანაც ადამიანები ის კი არ იქნება ის ცუდია თუ კარგი. არამედ აი ქართველია ჩვენ ერთნივად, აი ამ ქართული ამას ესეთი რაღაცები გააკეთა. ფაშიზმისგან იხსნა სამყარო და ასე შემდეგ. ანუ ეს გააკეთე რა, რომ გაერთიანე რაც შეიძლება და საყდანები შეუქმენი ამ საზოგადოებას, რომ ეს დაყოფა 30 წლიანი დაყოფა რომ რაღაცნაირად დასრულდეს რა. და ის შექმენი რაღაცა უკვე ინტეგრაციული პოლიტიკა დაიწყე. აღარ შეიძლება ეს ორბანიზმში ყოფნა ნიშნავს რომ ისევ ამ დაყოფებზე ხარ რა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე მე კვლავ იმეორებ ის სტალინის ძეგლის აღადგინე, ოღონდ რებრენდინგი გაუკეთე სტალინს. მისი ქართულობა წამოწია წინ მაქსიმალურად და დაანებე მაგის დაყოფებს თავი და მაგ იმეებს თავი. ამის თქვა მინდა რომ ინტეგრაციის დროა. ინტეგრაციას კიდე ჭირდება გარკვეულწილად დიდი შრომა. რუსებმა ეს გააკეთეს, აი არავინ ესე იგი პუტინის რო უსმენ, ხო? ერთნაირად ლაპარაკობს ნიკოლოზ მეორეზე და ლენინზე და სტალინზე. ერთნაირად ლაპარაკობს. არ უწოდებს არც ერთ მათგანს მოღალატეს. ხო, დადებით კონტექსტში მოიხსენიებს რა. ყველა მის ისტორიულ ფიგურას გამომდინარე. ხო, ყველა მის ფიგურას რაღაც დადებით კონტექსტში მოიხსენიებს. მიდი რა შენც ესე შექმენი რა. ნუგეშინია და ნუგერიდება კიდე რაღაცეებს. ის უკვე რა ქვია ნამდვილი ისტორიული რაღაც ამბები დაუტოვე აკადემიურ სივრცეს და იქ შიდა აკადემიურ სივრცეში განეხილონ, მაგრამ ეგ ნუ აქცევს საზოგადოების დამყოფს საკითხად რა. შენ სტალინი გიყვარს თუ არ გიყვარს სტალინი, ის გიყვარს თუ ეს გიყვარს, დაანებე რა საზოგადოებას თავი რა. შეთავაზე ერთიანი რომ ეგ არავის სიყვარული არ არის ცუდი და არავის ისე რა ქვია პატივისცემა არ არის ცუდი. თუ ის ქართველია და ქართულად საუბრობდა და ქართულ საქმეს აკეთებდა. ამის თქვა მინდა საბოლოო ჯამში რა რომ ეს დაყოფები და ეს ის რაც ლიბერალური პაკეტის ნაწილიც იყო. არ ვიცი შეიძლება აქამდე კიდე რაღაცის ნაწილი იყო. მორჩა. ეხლა არის პერიოდი ინტეგრაციის და ეს ინტეგრაცია სჭირდება საზოგადოების მობილიზაცია რა. ინტელექტუალური მობილიზაცია. ნუკრი, რომის პაპის განცხადებაზე მინდა გესაუბრო და გვააგდრო თუ შენ საჭირო თუ ამაზე გავაკეთოთ კომენტარი. კი ბატონო, უბრალოდ მე ხარ რომის პაპის რატო გეუბნები, იცი თვითონ უცნაურად მეჩვენა ის რომ ფაქტობრივად ირანი გამოეხმაურა, როცა ტრამპმა მიიტანა რომის პაპის ნათქვამზე იერიში, ანუ როგორც ყოველთვის დაადანაშაულა რომ ცდება რომის პაპი, ირანიდან წამოვიდა, რომის პაპს ირანიზასაც წავიდა აქ, მაგრამ ისეთი რა დამცველი ისენი განცხადებები და აი ამაზე რო ვთქვათ
2-20 სიტყვა და მნიშვნელოვანია ის კიდე რომ მაგალითად ესე მოიაზრებოდა რომ უნგრეთი კი არა კონკრეტულად ორბანი იყო რომის პროექტი შეიცვლება რამე რომის პროექტში მადიარის სახით რომ ერთმა მეორე ჩაანაცვლა ფაქტია რომ და აესე რომ შევფუთოთ ეხლა ბრძანა შენ ფაქტია ერთი რამ რომ ევროკავშირის პროექტი ვატიკანის პროექტს უპირისპირდება იდეოლოგიურად რაც ევროკავშირი როგორც ეს თანამედროვე ინსტიტუტი შეიქმნა კათოლიკურმა გავლენებმა სერიოზულად განიცადეს ესე იგი ძალაუფლების შემცირება ანუ უკან დაიხიეს რა მე მგონია რომ რამოდენიმე ძალას აწყობს ევროკავშირის დაშლა ანუ ერთ-ერთი არის ვატიკანი ეს ერთი ეხლა მე აბსოლუტურად სხვა კონტექსტზე მკითხე და სხვა მაგრამ არა ეგრეს მნიშვნელოვანია მოიცავს კი ბატონო აქედან გამომდინარე რა მე მგონია რომ უნდა არ უნდა აი ვატიკანის ესეთი ლოგიკა არის ვატიკანი მხარს დაუჭერს საბოლოო ჯამში იმას რასაც აქამდე ებრძოდა აქამდე ებრძოდა ის ეგრეთ წოდებულ ნაციონალიზმებს იმიტომ რომ ვატიკანის კათოლიკური სამყარო იყო ერთი დიდი მაგრამ ეხლა იმისთვის რომ ევროკავშირი ესეთი შესუსტდეს მნიშვნელოვნად ან ტრანსფორმირდეს ანუ ორი მომენტია ტრანსფორმირდეს ისე როგორც ვატიკანს უნდა ან გაუქმდეს ეს პროექტი არის მე მგონია რომ კათოლიკური ეკლესია ყველა ეს მემარჯვენე ძალებს ხარს დაუჭერს ანუ ალტერნატივა გერმანიისთვის და ასე შემდეგ ალტერნატივა გერმანიისთვის არ ვიცი მაგრამ კათოლიკურ სახელმწიფოებში უფრო მეტად აი პოლონეთში ეგ ჩანს პოლონეთში ყოველთვის ესეთი კათოლიკური კონსერვატიზმი ყოველთვის ლეგიტიმური იყო და ყოველთვის თუ რომელიმე სახელმწიფო არის რატო შეგეკითხე იცი ალტერნატივა გერმანიის ხელმძღვანელი ვინც არის ხა ხო ვიცით უბრალოდ რა რამდენჯერ უნდა ვთქვათ და იმიტომ ვიკითხე ეს რომ არა მაგას ეხლა ამ მომენტისთვის მის სექსუალურ საკითხებს მე მგონი საერთოდ მნიშვნელობა აღარ მიენიჭება ამ მომენტში არ ენიჭება იმიტომ ეხლა ეგ უფრო დიდ პროექტზე გადის რა ჩემი აზრით საბოლოო ჯამში თუ მეც იგი შორიდან დაუკვირდეთ ზედაპირულად დაუკვირდებით კონსერვატიული ინტერნაციონალიზმის ორგანიზება თუ ხო აქამდე არ ყოფილა და სულ ახალი გამოგონება ეს არის სასულიერო პირების ჩართვით შექმნილი რაღაც რა ყველა ესეთ ღონისძიებაზე მე რაც უყურებდი სადა სასულიერო პირები ყოველთვის იყვნენ ყველა ამ ღონისძიებაზე და ხშირად იყვნენ კათოლიკე სასულიერო პირები ყველგან სადაც საუბრობდნენ ყველგან ოჯახის მნიშვნელობას ამიტომ მე მგონია რომ ვატიკანის პროექტი პოლიტიკური პროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკურ პროექტს საბოლოო ჯამში და ვატიკანი მხარს დაუჭერს ვატიკანი შეიფარებს და მხარს დაუჭერს ევროსკეპტიკოსებს ერთი და ან მეორე თუ გადააწყობენ და რელიგიურ ელემენტს შეიტანენ მაგ ევროკავშირის პროექტში იმიტომ რომ იმდენად სეკულარიზირებულია რომ ევროკავშირი არის პოსტქრისტიანული პროექტი. ეს ხო ყველა ხო ხვდებით რომ ევროკავშირი ანუ თუ კი დასავლური ცივილიზაცია ითვლება ქრისტიანულ ცივილიზაციად, ევროკავშირი არის პოსტქრისტიანული პროექტი. ეს არ არის ქრისტიანული პროექტი თავისი არცით. გასაგებია. ეხლა რაც შეეხება იმას, მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, აი აქ საინტერესოა რომ შეუძლებელია ის რასაც ტრამპი აკეთებს ეს კათოლიკური ეკლესია ამარა გააძლიეროს პირიქით ტრამპთან დაპირისპირება ეხლა არის სწორედ ის რომ ყველა ძალა ის ტრადიციული კონსერვატიული ძალებიც მე ესე მგონია საბოლოო ჯამში უარს იტყვიან ტრამპისგან ტრამპზე უფრო სწორედ კათოლიკური ეკლესიის ესეთი დაპირისპირება ტრამპზე არის კათოლიკური ეკლესიის ყველაზე სწორი მიმართულება იმიტომ რომ ერთი მას შეუძლია ყოველთვის თქვას რომ ეს არის ევანგელისტური რაღაც სექტანტიზმის პოლიტიკური გამოხატულება, იმპერიალიზმი, რასაც კათოლიკური ეკლესია წინააღმდეგება და ყველაზე კარგი შანსი აქვს მე მგონი ეხლა რო თქვას ეს მომაღლა რა. და მე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის რომ მობილიზაცია ანუ
ტრამპი ახლა ხელს უშლის პრინციპში კონსერვატორ სხვა სახის კონსერვატორებს რომ როგორც დომინანტი ძალა ჩამოყალიბდეს. ამიტომ მე ახლა მგონია სამ ტრამპი იქნება დროებით შეჩერებული იქნება ესეთი მნიშვნელოვანი გაფორმება. მაგრამ ტრამპის შემდეგ აუცილებლად დადგება ეს კონსერვატიული გაფორმების საკითხი. როგორი იქნება ეს სახე. და აქ ჩემი აზრით უფრო დიდ როლს ითამაშებს სწორედ ეს ვატიკანი და კიდე სხვა ესეთი ადგილობრივი ეკლესიები. იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს ტრამპიზმი ეს არის, რა ვიცი, პროტესტანტული პროექტი საბოლოო ჯამში, ევანგელისტური პროექტი. რატომ? ევანგელიზმის ესთეტიკა გადმოტანილია, ევანგელიზმის მიზნები გადმოტანილია პოლიტიკაში, მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით, რომ ჯერ ისრაელში უნდა მოვიდეს და დავაჩქაროთ ანტიქრისტეს მოსვლა, რომ მერე ქრისტე მოვიდეს და ასე შემდეგ. და რას თავარია? ეს ინსტიტუცია ვატიკანი არის გაცილებით დიდ დროში გაწელილი ინსტიტუცია. ეს არ არის ერთი მმართველობის პერიოდში გაწერილი ინსტიტუტია, მას აქვს საუკუნოვანი პროექტები. განსხვავებით სხვა ისეთი ინსტიტუტებისგან, პრეზიდენტის ინსტიტუტისგან. ამიტომ მე მგონია, რომ ეს დარტყმა არ არის შემთხვევითი დარტყმა. ირანის ხარდაჭერა არ არის შემთხვევითი ხარდაჭერა და საბოლოო ჯამში დამიჯერეთ, მე ესე მჯერა, რომ ირანი პოსტ ამერიკულ სამყაროში, ახლო აღმოსავლეთში თავისუფლად შეიძლება იქცეს ევროპის მოკავშირად. ისტორიულად ყოველთვის ირანი იყო ევროპის მოკავშირე. გასაგებია. ნუკრი, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საუბრისთვის და მოხარული ვარ, რომ ესეთი კარგი საუბარი გამოვიდა და რაც კი კითხვები მქონდა ჩემი აზრით აქტუალური ყველაფერზე ესეთ თემატურად ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ შენ ახალ პროექტში, განახლებულ პროექტში, მინდა თქვა. მადლობა. წარმატებები და მაყურებელსაც ვეთქვი, რომ ვისაც მოგეწონათ ეს ჩვენი საუბარი, ძალიან გთხოვთ, მოიწონეთ და შემდეგ გააზიარეთ და აუცილებლად გამოიწერეთ. ისაც შემოიტანე შეკითხვებიც, რომ დაწენო შეკითხვები და შემდეგში ხო, აი სუპერო შეკითხვები, ხო და აი ნუკრი ინიციატორი არის და მივესალმები, რომ იმიტომ რომ ყოველ შემდეგ შეხვედრაზე უკვე დაგროვებულ პასუხებს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გავცეთ პასუხს და ეს უფრო საინტერესოც იქნება, უფრო მრავალფეროვანი და ძალიან კარგი ნუკრი ამ იდეისთვის. ერთხელ მქონდა ცდელობა და საკმაოდ ბატონ თემურ მაისურაძესთან და დაგროვდა ესეთი თემები, რომ მე ბატონ თემური ესეთი თავისი ესეთი აკადემიურობით პასუხს წერდა და კი ბატონო შეიძლება, კი ბატონო კი არა პირიქით მომხრება რამის. თორემ მართლა საინტერესო საუბარი გამოვიდა, ნუკრიმ ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი გასცა. ჩემი აზრით ჩვენი პოზიციები ემთხვევა ამაში და კიდევ ერთხელ გამოიწერეთ და მოიწონეთ Georgian First-ი და ნუკრის არხი და ეს ვიდეო ვისაც მოგეწონათ, თქონა იქნება რომ გააზიაროთ, უფრო კარგი იქნება ჩვენი თანამოაზრეებისთვის. ნუკრი, დიდი მადლობა. მადლობა, მოიწონეთ ბატონი ნიკოლოზის არხი. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ჩემთვის მართლა აღმოჩენა არის მისი გვერდი, ესე ვთქვათ. და წარმატებებს გისურვებთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს თქვენი ეს ლაივები დავარქვათ თუ პოდკასტი. ო, ჯერ პოდკასტია, ლაივამდე მივდივარ ნელა-ნელა. მე უკვე სითამამე რომ მომეცემა, მე ლაივებსაც გავაკეთებ. კი ბატონო. მადლობა მოკლედ და დროებით. დროებით, ბედნიერად.